გამარჯობა, პოდკასტი ნიკუშა დაბრუნდა და უკვე მუშაობ მეორე ეპიზოდზე და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი მეორე ეპიზოდის სტუმარი და პირდაპირ გეტყვით რომ ეს ადამიანი ჩემი რეჟიმის ტყვეობამდე იყო ჩემთვის ცნობილი, მისი პროფესიით ის ანესთეზიოლოგი გახლავთ, რეანიმატოლოგი ამავდროულად და რაღაცნაირად ისე მოხდა რომ ტყვეობამდე ვერ დავმეგობრდით. ყოველ შემთხვევაში ხშირად ხედავდით ერთმანეთს, მაგრამ ტყვეობამ დაგვაკავშირა ერთმანეთს და ალბათ არავის გაგიკვირდებათ რომ ეს არის დიახ გიორგი ახობაძე, რომელიც უკვე ჩემს გვერდით იმყოფება, ჩემთან ერთად არის. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად, შენ? აი, ყვებოდი ახლა ვეუბნებოდი მაყურებელს რომ რაღაც ვერ მოხდა ისე რომ ტყვეობამდე ესე არ მეგობრობდით და დღეს უკვე ვერ წარმომიდგენია. ერთი და იგივე სივრცეში ვიყავით ხოლმე სხვადასხვა ვაგიდასთან. სამეგობრო, უამრავი ადამიანი, ჩვენი მეგობრები, ჩემი მეგობრები, გიორგის მეგობრები და რაღაცნაირად ესე გამოდიოდა რომ ვიყავით საერთო მეგობრები, მაგრამ აი ტყვეობამ ესე შეგვაკავშირა. ჯერ მე დაგემუქრე კიდეც და გითხარი რომ აუცილებლად ვილაპარაკებდით აი 12 კვერცხი რატო არის ანუ რა ნორმა ჯერ ეს მინდა გითხრათ და ყველა ელოდება 10. ნუ იყოს 10. 12-ის კაია, ცოტა ის მაინც შეკრაში 10-ია და იოლად ნაწილდება დილას საღამოზე. მოკლედ ერთ წამე დღეს უკვე დღეს არა, დღეს ახ ცოტა მისმა кайშია დღეს დათრხელდა ხო? და ამიტომ შორ ჩართული ვიყავი გიორგის წონის საღამოდან კონტროლში. დღის მეორე ნახევრიდან ვიწყებ ხოლმე კვერცხების ყაფას და ისე არის ესეთი რაღაცა რომ კილოგრამ წონაზე მინიმუმ გრამი ცილა უნდა მიიღო, გრამ ნახევარი. ანუ მე რომ მეღადავებოდი, არ მეღადავებოდი. ხო და თითო კვერცხში არის სადღაც დაახლოებით 5-6 გრამი ცილა და თან ძალიან სასარგებლოა, ყველაფერი ერთად არის, იმიტომ რომ რეალურად ახალი სიცოცხლის საწყისია და ორგანიზმის აშენებას რა სჭირდება, ყველა მაკრო და მიკრონუტრიენტია ფაქტიურად შიგნით. და ცოტა ეს დავარქვა დიეტურიც არის რა, თან დიდხანს განაყრებს და ამიტომ დღეში 10 წელი გამოგდის სადღაც 60 გრამი ცილა, რაც ისეთია რა, კარგი საბაზისო ის არის, სტარტი. ხო. სადღეღამისო კვებაში. იცი რა ხარ რო გატარებ. სულ მახსენდება ის რომ გიორგი ახობაძე გარბოდაო. რომელიც იყო ბრანდებელი. პირველი არის ზირაქაშვილი იყო რევაზი ეგეთი სრუმოწმე პირველი ეს რომ შემოვიდა თვალი რომ ჩამიპაჭუნა. იმან ესეო იმიტომ მეჭირეო მეო შენო და ვეღარ გიღებდიო რომ ქუჩაზე არ გადაგერბინაო. ხო და სანაპიროზე თალიკი არა ზაფხული რომ აი რო უთხარო აი 5 მეტრი რომ გაირბინო მაქსიმალურ სისწრაფით ხო და ბოროტებაა ხა ციხემდე ესე პატარა ეს ძუნძულის მაგვარის იმიტაციას ვაკეთებდი ხოლმე მაგრამ ადგილზე ცოტა შენელი არა ვიცი ცოტა მანძილსაც გავრბოდი ხო მაგრამ ხო იცი რა მინდა რაღაცნაირი სტატუსია ეს რეჟიმი, აი მინდოდა მე თქვა დასაწყისში მე გამოვტოვე, მაგრამ ნუ არ უნდა გადავახტე, იმიტომ რომ რეჟიმის ტყვე ხარ შენს, რეჟიმის ტყვე ვარ მეც და რაღაცნაირად მინდა რომ აი იყოს წარსულში მოგზაურობაც, იმიტომ რომ ცოტა უცნაური გამოცდილება მე გულისხმობ შენს ასაკსაც, ჩემ ასაკსაც, ანუ დაახლოებით თანაბრად ვარ და რატო უსვამ ხას იცი, რომ აი მე ვერ წარმოვიდგენდი ის რაც მქონდა მოსვენილი მაგალითად ბავშვობიდან, თუ ვიხვდებოდა ციხეში ან როგორ, აი თუ შეიძლებოდა შენი ცხოვრების სტილის ადამიანი როდეს მე გისოსებში ყოფილიყო ჩემნაირი ცხოვრების სტილის ადამიანი და აი რა დღევანდელი გადასახედიდან უკან ერთი რა სტატუსია რა აი რას გიტოვებს აი რო გესმის რა რეჟიმის ტყვეები აი რაღაცას აზიარებ და თან აქტიური ხარ სოციალურ ქსელში და სულ ცდილობ რომ რაღაც საკუთარი ხედვა გაუზიარო საზოგადოებასაც და თან აი როგორ გახსენდება ის პერიოდი როცა ერთად ვიყავით საკანში როცა ერთად ვიყავით ხო აი ეს აღმოჩნდებოდი თუ არა გისოსებს მიღმა, ხო აი ამის განცდა არ მქონია არასდროს, გარდა იმ მომენტისა, აი დაჭერამდე 2 კვირით ადრე ისეთი ამბები დაიწყეს და ისეთი სტილი მიცეს ამ ჩვენთან ომს, რომ დაახლოებით მივხვდი რომ აქციაში ვიქნებოდი. მე რაღაც სიებიც ესე გაბაზრდა და სხვათა შორის შიგნით ჩემი თავი ვერ ვიპოვე და მეთქი ცოტა დრო კიდე მაქვს. ეგრეთ წოდებული blacklist. ხო, blacklist-ი სხვათა შორის ხო ერთი ჩვენი მეგობარიც იყო მაგ blacklist-ში, რომელიც გადაურჩა დაჭერას ჯერჯერობით. ჯერჯერობით პოლიტიკოსი არის ხო, ჩემი კოლეგა. ხო და რაც შეეხება ხო ეხლა ციხეში ყოფნას შიგნით სულ ფიქრობდი რომ რატო არ ტვირთავს ფსიქოლოგიურად იქ ყოფნა რა რაღაც ჩაკეტილიც ხარ პლუს გაურკვეველი გაქვს რა მოხდება მომავალში რამდენთან როცა 8-დან 20-მდე მიდის ლაპარაკი იქ ანუ ისეთი მძიმე მუხლია რომ მოსამართლე სულ რო ის იყოს რა ქვია ზეჰუმანური ну 8 წელი მაინც უნდა მოგცეს ყველა ვარიანტში ცოტა მეტიც იმიტომ რომ არ აღიარებ იმიტომ არ ჩაგიდენია ხო ამიტომ ხო რაღაცა ცოტა უნდა წესით ხელო და ნერვიულობა ყოფილიყო მაგრამ როგორც ჩანს
როცა იცი რომ არ ჩაგიდენია რაღაც დანაშაული და კონკრეტულად შენ რისიც წამს და რა მიზანიც გაქვს იქ სადაც ცხოვრობ რა იმ ქვეყანასთან დაკავშირებით, შენ სამშობლოსთან დაკავშირებით, უფრო ეტყობა რაღაცა მშვიდდება რა, გონება და ეს ემოციები სხვა მიმართულებით მიდის პირიქით, უფრო მეტად ბრძოლის მოუდი გერთვება რა, მაგრამ ხო ეხლა რო უყურებ ცოტა პათეტიკურიც ხარ იქ რა, შიგნით ამ წიგნებს რო კითხულობ, რაღაცა უფრო ლიტერატურულ ენაზე მოგდის აზრებიც რა. ეს რაღაცა ყოველდღიური სალაპარაკო ენაც გეცვლება და ჩანს კიდევაც ხო? ეხლა უცებთან დავფიქრდი და რაღაც მხრივ შემეძლო ისიც მეთქვა რომ 10 უკვე კოლეგაც თქვა, იმიტომ რომ შენც უწყობი გადაცემას და ხო ამაზე ოდნავ მოგვიანებით. მაგას არ ვიცი ხო, მაგას გიორგი, აი ეხლა იხსენებ აი ამ ტყვეობას და რაღაც იმ ემოციას და ასოციაციებს, რომელიც ჩნდებოდა. ბრაზი უფრო მეტია, აი მე მაგალითად რომ მეკითხებიან ხოლმე რომ რა გამოცდილება იყო, ვამბობ რომ ამ ასაკის ადამიანისთვის, აი დაუშვათ ეგზისტენციალური კუთხით ცხოვრებაზე დაფიქრება, ახალი მოვლენა ჩემთვის არ ყოფილა და მე ტყვეობაშიც მithქვამს ჩემთვის საკანში ყოფნის დროს რომ ამ საკითხებზე რასაც აქ მაგალითად ვფიქრობთ, საუბრობთ, მე და შემქონდა განსაკუთრებით ეს დისკუსია და ყველა მიცის მაყურებელმა იცის როგორი მოლაპარაკე ვართ ორივე. ჩემთვის ეს სიახლე არ ყოფილა. უბრალოდ რაღაც მხრივ აი ერთადერთი ესეთი პლუსი რაც შეიძლება აღმომეჩინა, მე ვამბობ რომ უფრო მეტად დამანახა ერთ კონკრეტულ ადამიანს რამხელა ძალა აქვს. თუნდაც აი იმ განმარტოვების დროს, რო იცი კარს ვერ გააღებ, დარავებს ვერ ჩამოხსნი, გისოსებს ორმაქსთან და იქ მივხვდი რომ აი ეს რაღაც ფსიქოლოგიური რაღაც მიდგომა ჩემი თუ ფსიქოტიპი როგორიც ვარ, აი იქ დავინახე რეალურად ვინ არის ის ნიკუშა, რომელიც აი ბრძოლის უნარიანია. შენ შემთხვევაში როგორ იყო? აი იყო რაღაც ახალი გამოცდილება? კი, იყო. მე რეალურად რო გითხრა, აი მაგას წინასწარი დაკავების საკნის იქით გამოცდილება არ მქონია ძირითადად მაგ ეტაპზე, ძირითადად ადმინისტრაციული ის იყო ხოლმე რა, სამართალდარღვევები ერთის გამოკლებით. და ნუ არ მქონია დანში სტუმრად არ ყოფილა. და ნუ რაღაც ჩემთვის ისეთი უცხო გარემო იყო, რომ ესეთი სტერეოტიპი მქონდა მართლა, ალბათ რაც მცდარი იყო ჩემი აზრით, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც შეიძლება იჯდეს ციხეში დანაშაულის გამო, რაღაცა ცუდი ტიპი კი არა და როგორ ვთქვა, ბოროტად ესეთი სტერეოტიპი მქონდა ძალიან მცდარი. ხო, ცოტა დემონიზებული იყო, ხო რა, და იქ გავიცანი ისეთი ადამიანები და მათ შორის ერთ-ერთი ვისთან ერთად ძალიან დიდხანს ვიყავი 5 თვე, რომელსაც უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი. და ვერც კი წარმოვიდგენია რომ კონტაქტში შევეცანამ გავიგერისთვის იყო იქ, ვერც კი წარმომედგინა რომ ესეთი რაღაცის გაკეთება შეიძლება და ნუ მის ცხოვრებაში მოხდა ეგეთი უბედურება, ტრაგედია შემთხვევა მასაც და მისმა საქციელმაც სხვასთან გამოიწვია ტრაგედია და ნუ ამას კიდე თავის მხრივ სხვა მიზეზებიც ჰქონდა. ხო, ერთი რაც იყო, რაც აღმოვაჩინე რომ ციხეში ადამიანების ხედან, რომლებშიც შეგიძლია იპოვო სიკეთეც, რაღაცა აზრიც, მოკლედ არ არის ეს რატომღაც ძალიან დემონიზებული არის ეგ სივრცე და ალბათ გასაგებიც არის რაც გამოვიარეთ ჩვენ 90-იანებში და ასე შემდეგ, როგორც ესეთი ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩადის, უფრო ასოცირებული იყო რაღაცა მოძალადესთან, ბოროტ ტიპთან, რომელიც მოვა დაგაუთოვებს, რაღაცა თითებს მოგაჭრის, რაღაცა სიგიჟეები ხდებოდა და ეტყობა რაღაც ტვინმა ესე დაალაგა თავის თავში, მაგრამ კარგი რაც იყო, რომ მაგას ვხვდი. მეორე იმას მივხვდი, რომ ციხე თავისთავად არ არის რაღაცა რაც რითიც შეიძლება იფიქრო რომ აი დასრულდა ცხოვრება და დავიღუპე და ეგეთი რაღაცა მithumetes პირველი საათი, პირველი დღე ესეთი მძიმე არ ყოფილა. პირველი საათები იყო ის რომ მინდოდა იმ ადგილზე მოხვედრა, სადაც მე ნუ ეს დანარჩენი დრო და დანარჩენი დროს გავატარებ და ჩემი კუთხის პოვნა მინდოდა რა, იმიტომ რომ კარანტინში შენც იყავი რა ხდებოდა, დარბოდნენ რაღაც დინოზავრები და თაგვი, ტარაკანი, თუ ტარაკანა თუ მთელი ფაუნა იყო. ხო და ნუ ეს ძალიან ის სხვა შორის ძველ წინასწარი დაკავების საკანშიც ყოფილა რა, წინა ხელისუფლების დროს და იქ იყო აი ძალიან სიბინძურე. აი ჩემზე დიდი გამოცდილება გაქვს ამის თვალით. გინდა სიბინძურე იყო და რო იჯექი, აი წერტილების, შეხების წერტილების გარდა გინდოდა რომ არაფერს არ შეხებოდი, ისეთი სიბინძურე იყო. მაგ მხრივ იყო ერთი აჭარელი ბიჭი იქ კარანტინში, რომელსაც მითხრა რომ გეძინა თავზე გეჯდა თაგვიო და ოღონდ ვერ წამოვედი
მეჯდა. ხო და მე ვამბობდი რომ ალბათ არასდროს არ დავუშვებდი ასეთ სიახლოვეს, მაგრამ უკვე რომ შევედი იქ ვთქვი რომ ნიკა ყველაფერი მოხდება, შეიძლება აი წამწამიდან მოიძრო ის არ ვიცი რაღაცა. აი ყველაფერი. ხო, ველოდი რომ აი რეპტილიასაც ველოდი, მოკლედ რომ იქნებოდა იქ. კიდევ ნახე ფეხებ დაბმული მტრედი, ვიღაც მავნემ, წარმოიდგინე, არ ვიცი როგორ დაიჭირა. არ დააბათ მტრედები, არა. მტრედის ერთი ფეხი მიაბა, მეორე ფეხზე საწყალი ეს ცალფეხა კეცილი, ეს 100 კინკილით დააგდო და იცი რა მინდა რომ როგორ ჩანს მოიძრო. ეს არასდროს არ მithქვამ შენთვის და ჯერ კიდევ ტყვეობის დროს ვიცოდი ეს ინფორმაცია, რომელსაც ახლა გაგიზიარებ. მოკლედ მას მერე რაც ჩვენ ეს ხელი დაუქნიეთ ერთმანეთს და როა ტყდა იქ განგაში ზარი რომ შემოკრეს და რაღაც რომ დაგვაშორეს ერთმანეთს და მე ჩვენი ერთ დღეს შემოგიყვანეთ ჩემ საკანში. აი მალევე, როგორც კი ჩემი ოჯახის წევრებთან დავამყარე კომუნიკაცია, მითხრეს რომ უძირფასესმა შენმა მეუღლემ, აწუყა ჩემმა მეგობარმა სესილიმ, უთხრა მოკლედ ჩემებს, რომ ანუ რაღაცო თითქოსო ისეო ცოტა უხასიათოდ მეჩვენებოდაო გიორგიო და აი ხაო რაც ერთად არიანო ნიკუშაო და გიორგიო, რაღაცა ცოტა უფრო ის არისო მოცოცხლებულიო და მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი, რომ იქ არიყავი, მე ვამბობ, რომ ადამიანური კომუნიკაციის თვალსაზრისით იქ დეფიციტი არ ქონია. ანუ ადასტურებ რომ ასე იყო, ანუ ქონდა რაღაც ეს დაღმასვლის ემოციური ფაზა. და მე საკანში ხავისთანაც ვიყავი, ქონდა იქ რაღაც ჩვენი რუტინა და გასართობიც რა, უფრო წიგნების კითხვასთან იყო დაკავშირებული, საჭმელს ვაკეთებდით, ვალაგებ რაღაც ის ქონდა აწყობილი. ხო, აწყობილი, მაგრამ მაინც ის ადამიანი, იმ ადამიანს უწევდა 19 წელი კიდე ციხეში ყოფნა და საერთოდ არც კი ქონა ინტერესი გარეთ რა ხდებოდა და ჩემი მთელი ფოკუსი იყო იმაზე გარეთ რა ხდება. რაღაცა სულ საინფორმაციო გამოშვებას უყურებდი, მეკლდა ის ხალხი, ვისთან ერთადაც რუსთაველზე ვიდექი ამ აქციების დროს და ეგ იყო რომ რაღაცა რომ გაკლია, არ ხარ ცუდად, მაგრამ უკეთესადაც შეიძლება და მე უკვე შენთან რომ გადმოვიყვანეს საკანში თან, აი მინდა აღვნიშნო იმ თანამშრომლების ქცევა რა, რაღაც ეხა რომ დავაკვირდები, ფაქტიურად აი დაბადების დღეზე რომ სიურპრიზს გიკეთებენ საჩუქარს რა, ზუსტად ხვდებოდნენ რომ შენთან რომ შემომიყვანდნენ, მაგრად გამიხარდებოდა. ანუ იცოდნენ შენ ამბობ. იმათმა იცოდნენ ხო რა თქმა უნდა, რომ საკანში ვინზის პირდაპირ ანკეტები ვითაქვთ და მე მითხრეს რომ ანუ ის რომ იმათაც იცოდნენ რომ ჩვენ რაღაც ხრივ მქონდა ნაცნობობა. კი, იცოდნენ და რომ მოვყავდი, მითხრეს რომ ცარიელ საკანში მიმყავხარ რა, მეთქი ახლა კიდევ ვიღაც ახალი გაიცან ვიჩხუბე რა, მოკლედ აქედან გადაყავარ თქო რა. იმ ბიჭთან რაღაც ხო გეუბნები, რაღაც რუტინა ქონა აწყობილი, რომელიცაც რაღაც ამ დროს ვყავდით და იოლად გადიოდა. და არა, ცარიელი საკანიო, არავინ არ არისო და უცებ გავაღე სილუეტი დავინახე. ეგრევე აი გაცოფებული სახით გამოვხედე და უცებ ნახე თვალი სიმნელეს რომ შეეგუა და ეს კონტრაჟური გაქრა დაგინახე ტატუები და მეთქი კაი გასაგებია წავედი. მოკეთეთ კარი მიუხედავ საქმეს. მუსიკოსი ვისთან ერთადაც ვიყავი საკანში. რაღაც მომენტში ის გაიყვანეს, იმიტომ რომ ის უნდა გაიყვანათ. მე ისევ შემოbrunდა და რაღაც იმან მითხრა რომ ეხლა შენ არ იციო რამ ხელა სიურპრიზი გელოდებოდა. ცოტა გამიკვირდა რომ მეთქი აი ციხეში რა სიურპრიზი უნდა გელოდებოდოს ეგეთი რომ გაგიხარდება და უცებ იღება კარი და შენ დაბადების დღეზე რო სიმნელეში რო არიან ჩასაფრებულები და შუქს რო აანთებენ ეგეთი რაღაც. ეხლა ლოგიკურად სცენარი არ გვაქვს და აბსოლუტურად მორღვეულია საზღვრები აი ამ პოდკასტის და ამ სივრცის, რომელსაც თავიდან ბოლომდე მე ჩემს დაქვემდებარებაშია მოკლედ. ყველას გონია რომ ხუმრობდი, ვღადაობდი და ის მოვიგონე რომ აი 27000 თეფშით და 150000 ჭიქით და ყველაფრით რომ მოხვედი, აი ეს მზითვი რანაირად დააგროვა იმ მოკლედში. მზითვი მოკლედ ეგეთ ფაკულტეტზე მოხვდი, პირველი თვენახევარი იყო ეს საგანმანათლებლო სივრცესავით ფაქტიურად. შალვა ერქვა, ერთი კაცი იყო 60 წლის, რომელთანაც ასევე დავმეგობრდი. ხო. როგორც მითხრა 16 წელია უკვე აქ ვარო და საერთო ჯამში ამ 60 წლიდან 37 წელი ციხეში ქონდა გატარებული და ნუ ხო წარმოგიდგენია რა დონეზე იცოდა ყველაფერი შიგნით რა. ხო. და რაღაცა ისე მისავით ქონა ლექციები ვით და პლუს უყურებდი ამ საკანს და როგორი მოწყობილი ქონა, ფაქტიურად სამზარეულო ცალკე ქონა, წნილები ქონდა ჩადებული, დედასგებს თავის გაკეთებულ წნილებს აკეთებდა, სალა, ლორი და ხორცი გამოყავდა და როგორ არ გაგფუჭებოდა საჭმელი უმაციურად და მოკლედ ყველაფერი მასწავლა და ნუ ეხა ეს იმ ცარიელ საკანში რაღაცა კომფორტი მაინც რო შეიქმნა, თან ცოტა თავგადასავალია რა, მოპოვება გიწევს რაღაცეების. იქ რაღაც კარადის, თაროსი, ტელევიზორის და თუ კი არა ტელევიზორი ყველაზე მარტივი იყო ელექტროტექნიკა პრინციპში. შეგვიძლია ჩამოს. ის კაცი მაგაში ძალიან იმაშვებოდა რა ქვია. ცხონებული. ასე ვთქვათ, ხელს არ მიშლიდა ხოლმე და ცდილობდა რომ აქ დისკომფორტი არ შეექმნა. და შეგროვდა ამასობაში ძალიან ბევრი რაღაც.
თარო ეგ წარმოიდგინე ოღონდ ეგ რაც მე მოვიტანე ეგ იყო განაყოფი იმისას ჩვენ საკანში ხდებოდა ჩემი და თაზოსი ისთან ერთად ვიყავენ გავიყავით რაღაცეები კარადებს ეს კამოდები თაროები სხვათაშორის რთული მოსაპოვებელი იყო იმიტომ რომ სუგჭირდებოდა ვიღაცა შეწუხება იმას დაურეკე იმას უთხარი განცხადება დაწერე და ასე და ასე ხო და არა მე ძალიან მეცინებოდა იმიტომ რომ ვერ მივხვდი მეთქი ანუ მეც ხო ამდენი ხანი აქ ვარ და რანაირად სტატუს რო ქონა ცოტა ესეთი რაღაცა სიმპათიური ტიპი იყო უსაფრთხოების ოფიცერი აი მადარტის რაღაცებზე რომ მიდიოდა ვასო მე მგონი ვასიკო ხო მე მგონი ვასკო რაღაც უსაფრთხოების ოფიცერი იყო თუ რაღაც ხო ო იმან ჩამიწყო ხო იმან ჩამიწყო ეს ერთი კარადა რომ იქ არა საჭმელი ვისაც მოქონდა იმ ბიჭმა მითხრა რომ მაღაზიაში კარადებია შემოტანილიო და იმასკენიო რა მიდექი მოდექიო და ამასობაში გავედი მეთქი ერთი წუთი რაღაც საქმე და გავიგე რომ გაგცქო და მოკლედ ერთი წელი უნდა ხო ოღონდ ესეც უნდა ვთქვა რომ მიუხედავად იმისა რომ რაღაც პერიოდის მერე დაუშვათ ის ნივთი საჭიროების ნუ ამ შემთხვევაში პირველად მოხმარების ნივთებზე არ იყო ნამდვილად პრობლემა მაგრამ იგივე რადიო რომელიც მართლაც ვიჯადოქრეთ და ბოლოს მოგვიტანეს ასევე საკმაოდ რთული იყო აი ზაფხულის პერიოდში დაახლოებით აი ამ პერიოდში ცოტა გვიან რო დაცხა აი მართლა გახვითხულები ვიყავით და აი ეს ცნობილი ფაქტი ის ვენტილატორი ეს რა იყო და რო ამბობდნენ რომ აი გაგრილების სისტემა და თან ორი გაგრილების სისტემა არის და ცალკე გიორგი ხსნელი და მე აქედან წერდი მე რეკავდი და ეს მინდა რომ მაყურებელმა იცოდეს იმიტომ რომ ვისაც იყავს იმ სივრცეში ჯერ კიდევ არ აქვს მნიშვნელობა ჩვენსავით სამართლის გამოკეტილები თუ ნამდვილად დააშავეს ან არის რაღაც რაც ეკუთვნის ნებისმიერ პატიმარს იმიტომ რომ ის პირველ რიგში არის ადამიანი და ამ შემთხვევაში იმ ადამიანის უფლებაა რომ მინიმალური საჭიროების ნივთი იქნება ეს გაგრილების თუ არ ვიცი მუსიკის მოსმენის თუ არა აქვს მნიშვნელობა რა საშუალება მას უნდა კონდეს მუსიკის მოსმენის საშუალებაც კი არა აქვს რეალურად ისეთ სიგიჟე აკრძალვებია რომ აი ვითომ უსაფრთხოების წესებს ვიღაც რო წერს ალბათ მეორე კლასელ ცოტა სხარტ მას რა ქვია მოსწავლეს რომ მიცე ეგ ისა რა ქვია დოკუმენტი და გაავლეგეს გაიაროს და გაარჩიოს რაღაცეები ისიც კი მიხვდება რა სიგიჟეებია რა შეიძლება რატო არ შეიძლება მქონდეს MP3 პლეიერი მაგალითად რატო არ შეიძლება თუნდაც ავი პლანშეტი ხო ციგნის სანათი ან პლანშეტი მქონდეს რომელიც მექნება ციგნები და რაღაცეები ნუ იქნება ინტერნეტზე და ეგეთ რაღაცებზე აღარ მაქვს ლაპარაკი ეგრო საჭიროა ამასაც ხვდები, მაგრამ ამ მოცემულობაში როცა რაღაცა პოსტის დაწერის გამო გვიჭერენ რა ის ინტერნეტი პატიმრებს, თორე იდეაში წარმოიდგინე, შეიძლება ისე შეზღუდო რომ რაღაც გარესამყაროსთან კავშირი, აი მესიჯინგი და რაღაცები არ ქონდეს, მაგრამ ინფორმაციის მოძიება, რაღაც შემეცნება, თუნდაც ხელოვნური ინტელექტთან ურთიერთობა რაღაცა რომ გამოვა უცხო პლანეტელივით არ იყოს რა, იმიტომ რომ 8 თვე ვიყავით იქ და 8 თვეში რომ გამოვედი, მარტო ამ 8 თვეში ისე შეიცვალა რაღაც ციფრული შესაძლებლობები, რომ აი ეხლა ნელ-ნელა ვეწევი ძალიან ბევრი რომ ეხლა რომ გავალთო გარეთო და უცებ ესე რომ მოხდესო რომ რაღაც ტერმინები არ მესმისო და მე რომ გამშვიდებდი რომ არა ეგრე ვერ მოხდება ხა ვერ მოუწყდებით ბოლოს დავაწაგინებთ სიტყვებს და შემოგვიგზავნიან თქო და იცი რა რადგან ამას შევეხეთ უშუალოდ აი ამ რაღაც ნივთებს საჭიროებებს მე მინდა რომ შენ თვითონ მოუყვე მაყურებელს იმიტომ რომ რაღაცნაირად მე ესე მონოლოგის რეჟიმში რომ დავდგე და ეს ყველაფერი ვილაპარაკო რაღაცნაირად ჯერჯერობით ამის სურვილი არ მაქვს და ესე სხვადასხვა სივრცეში პოდკასტებში მივდივარ ყვები რადიო იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ შენ ძალიან გიყვარს მუსიკა, მეც მელომანი ვარ და აი ეს სეირნობის ეპიზოდი მინდა რომ გაიხსენო. დილის გულაობა გვაქვს. ჩვენი რაღაცა სტერეო სისტემა ერთი პატარა აი ამ ხელა რადიო მიმღები ერთ მხარეს და მეორე აღმოსავლეთ მხარეს, მეორე დასავლეთ მხარეს და შენ თვითონ გაიხსენე. ხო, ეგ იყო დილის რუტინასთან ერთად რაღაც მომენტში ხო მანდ უფრო მძაფრად მივხვდი რომ მუსიკა საჭირო იყო, ნუ ერთადერთი ალბათ საზოგადოებრივ მაუწყებელს რაც კარგი აქვს და რაც უნდა აღვნიშნოთ არის მისი რადიო, სადაც მხოლოდ მუსიკაა და ძალიან გემოვნებიანი რა და რაღაც მომენტში მივხვდი რომ თუ მე და შენ დილით სეირნობის დროს მით უმეტეს კიდე თან ეს მუსიკას გვექნებოდა მთელი დღე ისეთი ენერგიით დავიმუხტებოდით რომ ფაქტიურად აი ეს მომენტი აღარ გექნებოდა რა რაღაცა დეტოქსიკაციასავით იქნებოდა აი რაღაც ჩაკეტილი სივრცის და ეგრეც იყო პრინციპში ბოლო რამდენი ხანი ერთი 2 კვირა გამოგვივიდა ხო რომ შენ ცოტა მე თვე და 2 კვირა გამოგვივიდა რომ ეს რადიო სხვათა შორის ისე ვასკასზე უნდა ვთქვა რომ პირველი რადიო რომელიც თავისი გვაჩუქეს და რომელსაც აკუმულატორი არ ქონდა. მე წავიდა თავისივე ფანრიდან ამოიღო აკუმულატორი, რომელიც ცოტა დიდი იყო და ჩავწიხლე შიგნით, რომ რაღაცა ჩართულიყო. ეგ კაცი ლევანი შენთან არ იყო, შენ ფლიგელში, კიდე ერთი ლევანი იყო, ეს ბადრაგი ქვია თუ რა ოფიცერი სართულის, გიორგი, აი პირდაპირ სახელებიც კი დამამახსოვრდა იმდენად რაღაცა
კარგი ადამიანები იყვნენ რა, არ იყვნენ ჩაგვრაზ, აი ხო არის ტიპი რომ უყურებ და ეგეთიც ვნახე 1-2 რომ ის რომ მიუშვა ჩვენთანაც იყო ერთი რომ მიუშვა იკადრებს ყველაფერს, მაგრამ უმრავლესობაში მაინც ისეთ ხალხი იყო რა. მაგასაც ვამბობ რომ რამდენიმე ვიცი რომ წავიდა და შეგნებულად არ ვასახელებ, ნუ თვითონ თუ მომდებათ იტყვიან, რამდენიმე თვითონ გადმოდგა ეს ნაბიჯი რომ ერთი ამდენი ხანი გაკვირდებითო და ამდენი უდანაშაულო ადამიანი მიდის და რეალურად ანუ რო იცოდეს მაყურებელმაც მათთვისაც შოკი იყო, ეხა უცებ ექიმი, იმიტომ რომ მე მახსოვს მე მგონი თორნიკე გოშაძის პოსტი იყო რომ იქით ექიმიო, აქეთ ჟურნალისტიო, იქით მწერალი, ანუ იმათვისაც ხო მე ვამბობ რომ ისინი ხელოდებიან, რომ იქ ვიღაცამ რაღაც დააშავა, ცოტა ხნით ვრცელვადიანად, ანუ რაღაც პერიოდი დაატოვეს. პირველი საათი რომ შედიხარ რა ეს დიდი ოთახი რო იყო იმ რენტგენთან რა, იქ რო ვინ ხარ, რა დანაშაულზე ხარ, რაღაც რო გეკითხებიან, აი ცოტა როგორ გითხრა ზიზღს აი სუბუქი ზიზღი დავარქვათ. აი ესე რო გიყურებენ რა რომ აი მორიგი რაღაცა რეციდივისტი შემოიღო. ვიღაცამ ალბათ იცოდა, ვიღაცამ არ იცოდა, მაგრამ ეგ ხალხიც მათ შორის მე დროთა განმავლობაში აი ქვევით каранტინში ეს ცოტა სტარო ტიპი რო გახსოვს? ხო, ეგ აი ახობაზე როგორ ახლა კაფხელების მირტყმები და ხო ან ნელ-ნელა მე ურთიერთობაში შემოვიდნენ და დაგვიმეგობდნენ რა ფაქტიურად რა და რაც შეეძლოთ ეხა იმ დაკეტილ კარს ვერ გაგვიღებდნენ, მაგრამ იმის მიღმა ფიქრობ რომ ხო ალბათ ინფრასტრუქტურასაც თუ ავაყოლებთ და რაღაც პატარ-პატარა ნიუანსებს შეგვიძლია ვთქვათ რომ ხო რაღაცა მაგნაწილში ამ ქვეყანაში ცოტა ხო ნუ ყოველ შემთხვევაში და მართლა საჯულებას ყველა არ მოხდეს მან ხალხი რა იმ ეტაპზე ვართ როცა შეგვიძლია ვთქვათ რომ აი რაღაც პერიოდი მე მახსოვს 3 დეკემბერს ხო გავთავისუფლდი კი იყავის სასამართლოს ეზოში და ვნახეთ ერთმანეთი და აი მალევე უკვე როცა დავიწყე კომუნიკაცია საზოგადოებასთან რაღაც მხრივ ხვდებოდნენ ალაგ-ალაგ აი ცოტა ნეიტრალურ ჩუმი ქოცები ესე უწოდებ ხოლმე და ამ ეტაპზე უკვე დღეს როცა ივნისია ლამის დამთავრდება ნუ რამდენიმე დღეში აღარ მხვდებიან ესეთი შუა ლედურ პოზიციაში მყოფი ადამიანები და რატო ვამბობ რომ იქაც კი ვინც საჯარო უწყებებშია ადმინისტრაციულ დაწესებულებებშია და რაღაცნაირად ნუ საკუთარ მოვალეობას ასრულებს ნუ ზოგი ცუდათაც იმიტომ რომ ხა ის ვინც გაიხსენე ის აი გაშიშვლების ეპიზოდში თავიდან ძალიან ცუდად მელაპარაკა და მე რაღაცნაირად ეს უკვე აი შენი გადმოსვლიდან მალევე ეს კომუნიკაცია საზოგადოებასთან და წერილები და მე უკვე ნიკუშა და ჟურნალისტი და მობზანდით და უარყოფენ რო უთხარი ხო ის ხარ თქო და არ აქვს მაგას შოუმის თამინდა რომ კი არიან ადამიანები თუმცა მე სულ ვამბობ რომ აი როცა მანდაც იგივე ქონდათ აი ბოდიში მე გაწყვეტინებ მე რაც მქონდა რომ პატიმრების მიმართ რაღაცა დემონიზირებული იყო ჩემთვის და ვერ წარმომედგინა რომ ეგ შეიძლება რაღაცა ნათელი ადამიანი იპოვო ხო იგივე შენ შემთხვევაში რა სტატუები და რაღაცები ვიღაც ტიპებისთვის ასევე დემონიზირებულია და პირველი ანუ წინასწარ განწყობით ხვდებოდნენ და მე უკვე ურთიერთობაში შემოსვლისას ხვდებოდნენ რომ ხო რა ვიცი ესე მოწონს უბრალოდ კი და მათ შორის მე მახსოვს ერთ-ერთი სეირნობის დროს მაშინ ჯერ არ იყავი მოსული გადმომწეს იქიდან რომ ხო რომელი ხატაა და მე აქედან აი ჯერ ცოტა ხატარა არის, ანუ ვიცი, იმიტომ რომ 80-იანებში დავიბადე და 90-იანებში გავიზარდე, მაგრამ ხო და იქიდან 9 საათი პაუზა და მე რა იყო პასუხი, რომ საკანიც, ხო და რო იკითხეს მოკლედ სახელი და გვარი, მე იყო ესეთი პასუხი, რომ ძალიან ვაფასებ თუ ამ პრინციპულობასო, იმიტომ რომ რაღაც დავაშავეთ, სინანული გვაქვს და ასე და ასე შემდეგ, რაღაცაზე გვიწევსო თვალის დახუჭვაო და თქვენო მართლები რო ხართო, ესო იმაშიც ჩანსო, რომ აი არაფერს არ თმობთო და კი ასია და მე ვამბობ რომ ამას მაინც ხედავენ რა იმიტომ რომ აი კაცრად ვინც დაგხვდა ის ბოლოს აი რომ მოვდიოდი ბოლო პროცესი რო იყო ისიც ხვდებოდა რომ ის ისიც კი გავაღიმე ეს გავაღიმარი ხელმწიფე შეგხვდა შენ ნიკა ერქვა მე მგონი ცოტა დაბალი ბიჭი იყო ესე რაღაც მოწესრიგებული წარბები და სულ რაღაცნაირად ოღონ ჩვენთან დამოკიდებულებაში არა თანამშრომლების გადავდნენ რომ სულ ეგეთ კიმჩენინს ეძახდნენ თუ რაღაც კი და მე ვამბობ რომ აი ხვდებიან რა იციან რა იმიტომ რომ მე არც ერთი კითხვა არ მაქვს ისეთი რომ აი როგორ უნდა აუხსნა საზოგადოებას არა მართალი იყავი ისედაც მაშინაც როცა არ მეგობრობდით მე და შენ და ნუ წარმოუდგენელია ეხა ხო გააჩნია იმასაც რაც დაგაბრალებენ და ამაზე ოდან მოგვიანებით ერთი რამ მინდა იცი რას მინდა რომ შევეხოთ რაღაცნაირად აი საზოგადოებაში თითქოს ხო აი მოუჭირეს თუ მოუშვეს არ ვიცი რომელი თქვა აი ჭანჭიკები რომელიც აი ამ ადამიანურ ემოციებთან არის პირდაპირ კავშირში და მე ადრეც მithქვამს და ერთადაც ყოფილვართ მე და შენ სატელევიზიო ეთერში და ძალიან ფაქიზად ვეხები ხოლმე თემას რომელიც დაკავშირებულია ნუ ჩემთვისაც ასია ცხოვრებაში პირველი ადამიანი ამ ეტაპზე
ჯერ აი მეუბნებიან შვილი რო გეყოლებაო, მე ცოტა კიდე სხვანაირად შეხედავ, ნუ დედაზე მინდა კითხო და ძალიან ფაქიზად, იმიტომ რომ ხო ისეთი ემოციური ამბავი იყო და მე მგონია რომ განსაკუთრებულად ემოციური იყო, იმიტომ კი არა რომ შენ ემოციური ხარ, ან დაუშვათ ჩემი სენსორები ასე აღიქვამს. ცოტა ტყვეობაში კიდე სხვანაირად არის იმ დედაზე განვითარებული მოვლენები, რომელსაც უვლიდი შენ. აი თავიდან ბოლომდე, დილიდან საღამომდე, გარდა იმისა, რომ სამედიცინო საჭიროება იყო, მე ვამბობ ისედაც ადამიანური თვალსაზრისითაც არ დაგიტოვებია მარტო. და აი კარგად მინდა რომ აუხსნა, აი თუნდაც ის რომ ვამბობთ, რომ აი ჩვენ ხშირად ვიმეორებთ ტერმინს რეჟიმი, ხშირად ვამბობთ რომ ტირანები და ასე შემდეგ და ვიღაცას რო არ ეგონოს, რომ ეს რაღაც აი ხატოვანია კი არა, აი ზღვარ გადასულია და უბრალოდ გვჭირდება ემოციის გასამძაფრებლად, არა, რომ ნამდვილად ესე, აი პირველი აღქმა, პირველი განცდა, აი პირველი ემოციები, როცა გაიგერო, უბრალოდ აი აღარ არის. და თან ეს ხო ის ფაქტია, რომელსაც მე ვეღარ ანაზღაურებ ვერაფრით, ანუ შენ რაც არ უნდა მოგიბოდიშოს და დაგიჩოქოს უშუალოდ შენმა დამჭერმა, დედა შენი აღარ არის ცოცხალი. მოკლედ მანდ ესეთი რაღაც იყო, რომ ეს ამბავი რაც მოხდა იყო ანუ რა მდგომარეობაშიც იყო დედა, მოხდა 25 იანვარს, ანუ იმავე წლის. და გამოკვლევების შემდეგ კომპიუტერული ტომოგრაფია რო გადავიღეთ და იმ კურნალობის შემდეგ რაც ეკუთვნოდა, აღმოვაჩინეთ, რომ თავის ტვინის დაზიანება ისეთი, რომელიც ფაქტიურად აღარ გასწორდება. ეს არ იყო მთლად გარდაცვალება, მაგრამ ადამიანი როგორ გითხრა, კონტაქტში რო შედიხარ, კონტაქტები და რაღაცა ყოველდღიური ურთიერთობა გაქვს, ეგ ადამიანი მაშინ დაუკარგე და მაშინ ანუ გარეთ ყოფნის დროს მქონა პირველი ეგ ემოცია, ნახევრად მაშინ გამოვიგლოვე, ესე ვთქვათ, ისიც მახსოვს რაღაც ტახტზე ვიჯექი ჩემთან სახლში ზაგარელზე. მერე იყო ხო ნუ ეს ეპიზოდი, სადაც დაახლოებით ორჯერ მქონდა ესეთი კრიტიკული სიტუაცია, რაღაცა ინფექცია იყო, რომელიც ხშირია ხოლმე ესეთ პაციენტებთან, რომლის გამოც ცოტა ხანი კლინიკაში ვიყავით გადასული. ესეთი კრიტიკული მომენტები იყო. და ბოლოს როგორც იქნა ნელ-ნელა იქამდე მივედი, რომ რაღაცა კვება და ყველაფერი მოკლედ ისე მოვაწესრიგეთ, რომ ანალიზები რაც შეიძლება მაქსიმალურად ნორმაში ყოფილიყო და უკვე მეტი აქცენტი მქონდა გაკეთებული მაგ პერიოდში, თქვათ რაღაც მობილობის გაზდაზე და სახსრებში მოძრაობის შენარჩუნება და გაფართოებას და მინდოდა რაღაცნაირად ეტლში გადმომეჯინა, რომ აი იქ დაუბრუნებულიყავით, სადაც ეგ ამბავი დაიწყო, რა დაიწყო რეალურად ღამე ვიჯექით კაკაოს ვსვავდით და ЧЦД-ს უყურებდით და რომ მორჩა ღამის 2 საათი იყო, დაახლოებით 2 ხდებოდა. რაღაც მომენტში ტელეფონში რაღაცა Facebook-ს უყურებდი, ადგა ჭიქები აიღო ხელში და უცებ რაღაც ჭიქის დაცემის ხმამეს მისცა. მე მეგონა რომ გაუსხტა ხელიდან რაღაცა და რომ გავხედე, ანუ იდგა უკვე და ნუ ეს ინსულტი მიდიოდა რა. აი მანდ მინდოდა დაბრუნება, რომ რაღაცნაირად ეს სერიალებისთვის კი ერთად უყურებდით იქვე ოთახში ტელევიზორი მქონდა, მაგრამ აი ხვდები რომ წევ ხარ, მაინც რაღაცა ისე რო ხარ თუ რამე დააქონდა რაღაც გარკვეული შენარჩუნებული ესე ვთქვათ ცნობიერება იმ ხრივ რომ აი მაგალითად ჩემ შვილს ცნობდა მეც რომ დამინახავდა თვალებით ცნობდა პლუს აი რაღაცა ჩემი და რო რეკავდა ხოლმე რაღაცას რო ვიხუმრებდით იყო ერთი დღე რომ ორჯერ ვიცინეთ ერთად და ნუ ის მომენტი ქონა იმ მომენტში რა ხდებოდა მაგას აცნობიერებდა და ყველას გცნობდა და მინდოდა რომ აი რაღაც როგორ ვთქვა მისთვის აღქმაში ყოფილიყო რომ აი საწოლში კი არ წევს და რაღაცა ჩავარდნილი პაციენტი რაღაცა უფრო მეტად დაუბრუნდა ძველი ცხოვრების რიც რომ აი რაღაცა ეგ განცდა ქონოდა ეგ იყო ალბათ ყველაზე ისეთი მიზანი რაც მქონდა და ციხეში უკვე კლინიკაში რომ გადაიყვანეს და პლუს მაგას რომ გავიგერო იქ რაღაც მოხდა უბრალოდ არც კი ჩავძიებულა რა მოხდა იმიტომ რომ ერთი მაგას ვერაფერს ვეღარ გამოვასწორებ და როგორ გითხრა არის რაღაცა ემოციები რომელიც ჯობია რომ შენგან შორს დაიჭირო ანუ კიდე დამატებით არ ვიცი ხო ის ფიქრები რომ გაგიშეს რომ მე რომ გარეთ ყოფილიყავი იქნებ სხვანაირად მომხდარიყო იმიტომ რომ არა რაციონალურიც იქნება ხა ჩემი მხრიდან ის იქ რასაც მე ვაკეთებდი შეიძლება მას საერთოდ არ უნდოდა იქ მაგ მდგომარეობაში ყოფნა ეს რაღაც ჩემი როგორც შვილის სურვილი იყო რომ მაქსიმალური გამეკეთებინა დარწმუნებული ვარ უნდოდა ნათქვამი სანამ კარგად იყო მანამდე ნათქვამი ქონდა რომ ოღონდ ეგრე არ დამემართოსო და რაღაცა ეგეთები და ნუ ყველა დედა მაინც საბოლოოდ ისე ჩვენზე ზრუნავს ხო კლინიკაში რომ რეკავდი და მდგომარეობას ვიგებდი და ნუ დამძიმდა სიტუაცია ეხა იქ ხო ვიცი
რამოდენიმე რა სიტყვა რას ნიშნავს რა მათ შორის ახლა ექიმი რომ მიმალავს მაგასაც ხვდები რა სიტყვებით მიმალავს ხა მაგის მეტი რა ვიცი ხო ან რო ცდილობს რომ ნელ-ნელა დოზა ხო პატარ-პატარა დოზებით შემოგაპაროს რომ შეეგუო რაღაცნაირად და ნუ ერთი ის იყო რომ იქნებ გადაიაროს ამ კრიზისმა, იმიტომ რომ ეგეთი პაციენტებიც თქვა რაღაც აი მესამეჯერ იყო ის კრიზისი, რაც გითხარი, ან ერთხელ მეორეჯერ მესამეჯერ უკვე ვეღარ მოერია მაგ ყველაფერს, რომ მეთქი იქნებ გაიაროს, მაგრამ ის ფიქრიც იყო, რომ ხო ეს არ არის სიტუაცია ამ მდგომარეობაში, რომელიც შეიძლება კარგად დამთავრდეს. და ნუ მე ჩელე იყო შემოსული, ვინც მითხრა იმ მომენტში. და ის პირველი ემოცია რო გაიგე, რომ დედა აღარ ну სიმძიმე. ძალიან ხო, აი არც ვიცი რაღაც მომენტები არის, რომელიც უბრალოდ არც მახსოვს, აი რომ ემოციის დონეზე გავიხსენო, როგორია, უბრალოდ ძალიან ბრაზი მქონდა. და უფრო მეტად იმაზე მქონდა ბრაზი, რომ რაღაც აი ეს თვენახევარი, რაც მქონდა დარჩენილი სიცოცხლის. აი რაღაცა აგვარი იყო თამთათრაც ეს ქართული ოცნების 51 რომ იმაზე აქ რა ქვია ფონურ სურათად Facebook-ზე ეგეთი მოსამართლე რო იყო რომ მას წინასწარი პატიმრობა მომისაჯი ჩანეს რომ მისმენდა ქალითან უხსნიდი რა ხდებოდა შეეძლო ყველაფერი გამოიყენა მაგაზე მაგრად გავბრაზდი რომ ერთის მხრივ მე და მეორეს მხრივ ჩემს არ მიეცა საშუალება რომ ეს ბოლო თვენახევარი რაც ქონდა დარჩენილი ცხოვრების ერთად გაგვეტარებინა იმისგან შორს ვარ რომ შეიძლება მე რო იყოფილიყავი სხვა შეიძლება მაგაც არავინ არ იცის რა ანუ რა მოხდა რამ ჩართო ეს რაღაც პროცესები შეიძლება ხო მე ცოტა ადრე გამეკეთებინა რეაგირება ან რაღაცა სხვანაირად ესე ძალიან უცნაურია რომ თან ესე არ მინდა რომ დაგამძიმო იმიტომ რომ მე ვიცი კარგად რაღაცებზე არათუ არ ლაპარაკობ ფუტბოლთ ეს რაღაც დაკონსერვებული გაქვს ასე ვთქვა და მესმის იმიტომ რომ რაღაც პროცესი ესეთი რომ უნდა გავიდეთ სამშვიდობოს და გამონაკლისი რო ყოფილხარ ამას რა თქმა უნდა სიამაყით ვერ მოვყვები იმიტომ რომ შენთან ერთად იყო ზურაგ ჯაფარიძე რომელმაც ასევე დაკარგა მშობელი იყო ონისე ცხადაძე და ზოგადად აი ეს დამოკიდებულება რაც იყო რა ჩვენ ვიცით ყველა ანუ ვინც ტყვეობაში მე ამ შემთხვევაში იქ გავიგე მაგრამ გარეთაც ხო ადამიანები აი სულ მაგას მეუბნებიან როგორ დაუშვეს აი გიორგის ფაქტორი იქ ზურასი იკონისესი და სულ ამბობ რომ აი არც ერთ ადგილას მე ვამბობ რომ არათუ განსაკუთრებულად ადამიანური აი ოდნავაც არ გამოვლენია რეჟიმის ჰუმანურობა და ხო მეც უნდა ვთქვა აქვე რომ არ მინდა ზუსტად ისეთ ქვეყანაში ცხოვრება სადაც აი სულ ერთია ვიღაცის მშობელი ცოცხალი იქნება თუ არა ხო თან ეს ნახე როგორი რაღაცა იყო ეს იყო აი ეს რა ჩვენი დაჭერა რატომაც მოხდა რომ ყოველ შემთხვევაში ჩემთან რასაც მაძახებდნენ ისე მოფარებულში კამერების და მიკროფონის გარეშე იყო ის რომ ეხლა იქ მე ამ ხელჩართულ ბრძოლაში ფიზიკურად ვერ შევიდოდი ისეთი რაღაცეები ქონათ გაკეთებული საწამებელი მანქანები რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე რაღაცა რკინებით რომ აქ ხერხემალი აწყობილი მაღალი ალბათობით ეტლში დამტოვებდნენ და რაღაცნაირად აი პირდაპირ შეტაკებას თავს ვარიდებდი. წინა თქვა პირველი რუსული კანონის სიტუაციისგან განსხვავებით იქ მივდიოდი და პირველ რიგში ვიყავი, მაგრამ ეგეც მიხვდა, ეგეც დაინახეს, რომ რეალურად ადამიანებს არ ეშინიათ და მიდიან და პირისპირ უდგებიან სპეცრაზმს და ეგ ფაქტორი რომ მოეშალათ, იმიტომ რომ ახსოვთ გავრილოვის ღამეც რა ცოტა ხნის წინ იქნება, მაგ კადრებს რო ნახულობთ, მოქალაქეებს და ფაქტიურად სპეცრაზმს ერთნაირი რაოდენობის ფარები ეჭირათ ბოლოს ხელში და მოქალაქეები თავს იცავდნენ ძალიან ეფექტურად. ეგ რო ნახეს რომ გამოცდილებები შეიძინეს ჩვენი შეცდომა ის არის რომ პირველივე შემთხვევაში როცა ჯერ პოლიტიკურად გადაგვაგდეს და სახელმწიფო მოწყობის კუთხით თქვა იქ რაღაც არჩევნები როგორი გვექნებოდა მაგაზე გადაგვაგდეს აი რაღაცები იყო რაც ნელ-ნელა დავხუჭეთ თვალი ამათმა ამასობაში შეცდომებზე გადაიაზრეს თავის შეცდომებზე და ყველა ხრელი ამოავსეს სადაც კი რაღაც სისუსტე ქონდათ და ბოლოს მივიდნენ იქამდე რომ როცა მიხვდნენ რომ იმდენი ხალხია რომ უბრალოდ ხალხის მასას ვეღარ დაიჭერენ დაიწყეს ადამიანების მოტაცება და წამება რომ მაინც ახალი თაობა შედარებით ახალ თაობას რას ვეძახე ჩვენ თუ ვართ რაღაც მე თუ ვარ 45 წლის მაგათ 35-30 წლის ცოტა კიდე უფრო პატარა ადამიანები არ მოსწრებიან ეგეთ რაღაცებს 90-იანები ესე კარგად თავის ტყავზე არ უგზნიათ
და გამძლეობა და რაღაცების მიმართ რეზისტენტობა ცოტა უფრო ნაკლები აქვს და უფრო რაღაც მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრობენ. კი, ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვას 2008-ში ომი იყო, გავიგეთ, ხო, მაგრამ ლაპარაკი მაქვს, რომ ავიღოთ დიდ სურათში 91 წლიდან დაწყებული სიტყვაზე 2026-მდე, როგორ ხდებოდა, როგორ ვითარდებოდა ამ ქვეყანაში უსაფრთხოება, მათ შორის ქუჩაში, არ მაქვს გარე ფაქტორებზე ლაპარაკი, შიდა ფაქტორებზე, როგორ იყო, არ სხვანაირი გარემოში გაიზარდნენ და ეთყობათ კიდევაც რა, ეთყობათ რაღაცა ემპათიაზე, ეთყობათ სოლიდარობაზე, ეთყობათ აი კასტმოყვარეობას. ჩემი აზრით მე ესე აღვიქვა, რომ აი შეიძლება ჩემი თაობის ადამიანებს სხვა ადამიანის მიმართ ეგეთი გულწრფელი სოლიდარობა და სიყვარული და გვერდში დგომა და ასე შემდეგ, რასაც ვხედავ აი 10 და 15 წლის ჩემზე პატარებში, ხო? არ აქვს, ცოტა უფრო აი ბევრი სიყალბე დავინახე, მათ შორის იმ ხალხშიც, ვისთან ერთადაც ბევრი წელი ვიცხოვრე, რომ ანუ რაღაცა ეგეთ წოდებულ ობრაზში ცხოვრობდნენ, შენთან ერთად ესე ყიდიდნენ თავის თავს და საქმეზე რომ იდგა აღმოჩნდნენ არაფერი ერთი ჩვეულებრივი რაღაცა რიგითი მოსიარულე ჰომო საპიენსი, რომელსაც რაღაცა ფულის და კუჭის იქით სხვა ინტერესი როგორც ჩანს არ ქონია და აი ამ თაობაში ვისთანაც კონტაქტი მაქვს ეგ არ არის რა, ბევრად უფრო ისეთი ტიპები არიან და მოკლედ აი ქუჩაში მაგ ხალხზე ეგეთმა ზემოქმედებამ ძალიან დიდი შოკი გამოიწვია და ბევრი ხო დღემდე რაღაცა რა ფსიქოლოგიური აი ბლიცის რეჟიმში რა ისე დაუფიქრებლად რომ მიპასუხო აი ამ რეჟიმის ტყვეობამ რა დაგაკარგინე რა წაგართვა არ ვიცი ეს სამი მთავარი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც წამართვა იყო ის თვენახევარი ბოლო რაც დარჩენილი ქონა რაც ეხა ვისაუბრეთ დანარჩენი არაფერი პირიქით ძალიან ბევრი რაღაც შემძინა ერთი რომ ეგ არ იყო ესე თქვათ რაღაც დეფიციტში, მაგრამ ეხლა იმდენად დიდი დოზით არის ქუჩაში აქ რომ მოვდიოდი, დაახლოებით სადღაც 700-800 მეტრის გამოვლა მომიწია და გზაში რაღაც სამი აბსოლუტურად უცხო ადამიანი შემხვდა და რაღაც გადაგეხვევიან და რაღაც სიყვარულს გამოხატავენ. ამაზე მაგარი საჩუქარი ალბათ არავის არ იმ დანაკლისს ანაზღაურებს ხო ეს რო გქრთო ხო მათ შორის დარწმუნებული ვარ ხო კონტაქტი არ გვაქვს მარტო ვინც საკანში ვიყავით და უცებ გამოდიხარ და ის მოდის ხარზე ხელს მოგარტყავ შემოგართოს გაგიღიმებს რომ შენი იმედი გვაქვს ეს ალბათ ხო ხო ახალ ადამიანს ხედავდი ვინც არ უნდა ყოფილიყო ისიც გიხარო და უკვე იმდენად ერთი და იგივე კედლებს და ადამიანებს და ერთი და იგივე ხდება რომ უცხო ბადრაგიც რო რაღაც ადვოკატი ვიღაცა ვინც მოგესალმება ეგეც კი ის არის რა უცხო ადამიანთან გამოლაპარაკების ის გაქვს რაღაცა დეფიციტი. ეგ აქ ხა მთლიანად შეავსო. აი, სულ ამბობ, რომ ეს სამართლებრივი მხარე, როგორც შენი სწავლა და ყველა მიცის, როგორ მეცადინეობდი, ეძებდი, ღეჭავდი, რასაც ქვია, აი თავიდან ბოლომდე და აი წერტილს და მძიმეს არტოვებდი. ამ კუთხით მგონია, რომ საზოგადოება ინფორმირებულია. აი მე ვამბობ, აი მარტივად რა, რაღაც აი პირველი ფურცლიდან დაუშვათ ბოლო ფურცლამდე გულისხმობ აი დაკავებიდან და მე გათავისუფლების ეპიზოდს. აი მოკლედ აი უცებ რო უკან გადაახვიო რა, სწრაფი გადახვევის რეჟიმში. აი რაღაც კადრებად მინათდება მე ხო იცი რაღაც მომენტი მახსოვს რა, აი პირველად რომ მივხვდი გზაში მაგალითად სასამართლოდან ციხემდე რომ ციხე ხო ეხა არის ნერვიულო რაღაც და უცებ ისევ ჩემი ნაძვის ხედა კი იცი ამაზე ყველა მეღადავება რატო ფიქრობდი ნაძვის ხედაზე და ეგრე ვფიქრობდი. ანუ რაზე ფიქრობდი თქო მაგას კი არ გეკითხები, აი რა მონაკვეთები გახსოვს ყველაზე ემოციურად. აი დავუშვათ დაკავების სამნო, ეხა იქ ბევრი რაღაც იყო წეგანაც დასაწყისში ამ ეპიზოდის თქვით, ხო აი ხო გარბოდა, სად გარბოდა რანაირად და ხო იცი რა არის ისე ყველა მეკითხება რომ აი რა ჭირს და რატო უნდა უთხრა მაყურებელსაც რომ ერთ-ერთი ეპიზოდი იყო გიორგი მიყვება რომ ვიღაცა მითხრაო რომ შენ მეორე სართულზე უნდა იყო და თვითონ იცინოდა რომ რანაირად თუ კაცო შეში მოვარო და ბევრი მეკითხება მოკლედ რატო უჭირს სიარული და ესაც ვთქვათ, მაგრამ ჯერ მითხარი აი რა ეპიზოდები გახსენდა ყველაზე მეტად. ხო, ერთი ეპიზოდი იყო ის, რომ ანუ ეს მანქანაზე რომ გადამაწვინეს და რომ მივხვდი რომ ჩამიდეს რაღაც და რომ წამოვდექით და ხესთან დავდექით. მანდ იყო რა იუცებდე ჩემის ამბავი გავიარე თავში, რომ მისი მეძე ვიყავი, ვინ დამეხმარებოდა რაღაცა რომ ეგ დავალაგე რომ მაგ მხრივ სამედიცინო მეთვალყურეობის და მოვლის გარეშე არ დარჩებოდა. მერე მახსოვს ყველაზე მეტად აი ყველაზე ესეთი კადრები რაც არის გიორგი გურეშიძე რომელიც ესე მიყურებდა და მე ქალაქელი კაცი ხარო რას პანიკიო რომ ყველაფერი კარგად იქნებაო რა მათხოვარი არა კაცი ეგ მახსოვს ყველაზე მაგრად ეს არის ხო იქ
გამოკრული ხო გამოკრული მეორე ტიპს საკაში ქონდა პროტესტის დაფა რო იცოდეთ და იქ ვაკრავდით მოგლეჯდნენ ჩვენ ისე ვაკრავდით და ესე ერთ-ერთი რუტინა აკრძალული სიტყვები დიდათ რომ კამერებიდან დეპარტამენტს კარგად წაეკითხა ხო და ეს მეორე ტიპს ვერ ვიხსენებ ვერაფრით და ძალიან გული მწყდება ორი მაღალჩინოსანი იყო ერთი ეს გურეშიძე და მეორე ეს ვერაფრით ვერ ვიხსენებ რომ ტიპაჟი დგავს ერთ-ერთ ჩემ ნათესავს რა რომელიც ძალოვანი არ არის რაღაც დაცვის სამსახურში ვიზუალურ სახეზეც გავს და ტანითაც გავს და ეგრე დავასეივე მაგრამ ვეღარ ან გასაუბროთ ან ეგ ტიპი უბრალოდ ფოტოზე ვერ ვნახე და ცოტა ისეთი ხო ჭრდილში მყოფი პოლიციელია ესე ვთქვათ მაგრამ ფაქტია რომ ის ქონდა რაღაცა ვარსკვლავებიანი იყო ამიტომ ეგ ლაპარაკში ეგრე დადგინდა და ამასთან ერთად იყო მაგრამ წამყვანი ეს გურეშიძე იყო რა ეს კონტაქტობდა ვიღაცასთან აი არ ვიცი აი მაგის ზევით ვინ იყო ვინ იძლეოდა მაგ ბრძანებებს რაღაც აზუსტებდა თუ დავალებებს იღებდა აი როგორ ჩანს მელოდებოდნენ მარტო და რომ ლევანის რო აღმოჩნდა ჩემთან ერთად ეთქვა მაგას აზუსტებდნენ ლევანისთვის რა ეკნათ რა და აი სანამ თქო ეს ჩადებულზე ერთი დაახლოებით ამდენი წუთი ახლა ძნელია იქ ისე მიდის რაღაც უცნაურად რა სტრესში ვერ გეტყვი შეიძლება 5 წუთი იყო შეიძლება 10 წუთი იყო ვიდექით და მაგ პერიოდში ანუ ჩადებული ეს მიდევს აქ ხედავ რომ ამობურცული მაქვს და არ მჭხრეკენ არაფერს არ იწყებენ ეს გავართ და ოღონდ ის გასულია ანუ შარი მომიტანეს და გაამზადეს ეს შარი და მე ელოდებიან იქიდან რომ აბა ფასტა რომ დაიწყონ ეს ყველაფერი რა ხო და ეგ მახსოვს მე მახსოვს ერთ-ერთი ტიპი რომელიც სხვათა შორის სრულმოწმეთ იყო მოსული მაგრამ სასამართლოზე ვთქვი რომ ეს კი ახლა ტყუილებს ილაპარაკებს მეთქი მაგრამ აი ამ რაღაც გიენებში ყველაზე ისეთი ტიპი იყო რომ ეხლა პრინციპში რო ვნახო ну აი მაგას ვაპატიებდი და დარწმუნებული ვარ აი გულწრფელად ვინც ნანობს ეგ ტიპია იმიტომ რომ პოზიციითაც ჩვენსკენ იყო და ზუსტად ესმოდა რომ რა ცუდი ამბები ხდება ამ ქვეყანაში და ამათაც არ გავდა აი რაღაცნაირად იქაც შეიძლება ანუ ეს უშუალოდ დაკავების მონაკვეთში იქ იმაში შენობაში კრიმპოლის კრიმინალური პოლიცია გზაში მივდიოდით ხო CKPD ხო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გზაში უბრალოდ რაღაცებს ვიმახსოვრებდი ვიმახსოვრებდი არ ვიცოდი იყო დრო ეგ მაქვს ურო რაღაც სივრცეში სადაც როგორ ვიტყვი კრიზისულ სივრცეში რო ვარ იქ ვცდილობ რომ რაღაცები დავიმახსოვრო რა ჩემი პროფესიიდან გამომდინარეც არის რომ ბევრი თვალი გაქვს გამომული რა საოპერაციო. ისე მე მგონია რომ ჩვენ საერთო გვაქვს, იმიტომ რომ მეც როგორ ვარ იცი, ანუ ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციაში ვარ, ყველაზე მობილიზებული და ემოციები ცოტა მე ანუ დაგვიანებით იღვიძებს, იმიტომ რომ იმ მომენტში საჭიროა რაციონალურობა. მე მგონია ექიმებთანაც ესე რომ სწორად იმოქმედოს. თუნდაც საკუთარი თავი არ დაიზიანო იმით რომ მაგალითად ზედმეტმა ნერვიულობამ შეიძლება ზიანი მოგაყენოს. მე მგონია ზიანის მოგაყენოს და რაღაცა უფრო ჩაიხვიო ამ შემიმაში რას დრამაში ესე ვთქვათ და ძალიან ჩაგძიროს რა მენტალურად აი ჩაგფუშოს და პირიქით მაგ დროს რაღაც ქერქი უნდა გაიკეთო და ყველაფერს თან მივხვდი რომ წინ ისეთი ის იქნებოდა რა სამტკიცებელი რაღაცები და მინდოდა რაც შეიძლება მეტი დეტალი მცოდნოდა რომ მათ შორის მე გამომადგა პროცესის დროსაც აი ეს რაღაც თავისივე ისტორიას რო ვერაправებენ და ბოდიალობენ რა არ გაუმართლა არ ჩემთან მეხსიერების ნაწილში მაგრად დაენძრათ ხო არა მაგათი ხობა ეგონათ რომ ხო ეხა იქიდან გამოეს TikTok ვიდეოებზე ხო მიწერდნენ რომ ამფეტამინი სატყიდულობ თუ რაღაცა დაიწყობა ეგონათ რომ არაფხიზელი ვიყავი ხოლმე და 8 თვე არ მიძინია საერთოდ აი ნინა ვინც ჩემთან ერთად იყო ხოლმე და მეხმარებოდა ის ხომ აინც ხედავდა იმანიც ის ჩემი ძილი იყო რაღაც რომ აი ვთქვათ გავაკეთებდი ერთი კვირის საჭმელს და ამხელა ქვაფს მოვხარშავდი დავაბლენდერებდი გავამზადებდი ეს რაღაც ქილები მქონა სპეციალურად დოზირებული და აი რაღაც მომენტში ვატყობ რომ 1 საათი მაქვს ხო და ის სადაც მოვახერხებდი ეს თავი ჩავერჭობოდი სახშენ ბალიშებში დავიძინებდი გავიღვიძებდი და აი გიჟის ეხაც მეც რო უყურებ ჩემ ვიდეოებს ეხა ძნელია რომ მეც რო უყურებ ხვდები რომ ეხა რაც არ უნდა შენი გულშემატკივარი იყოს ადამიანი ჯაფარამაც კი მკითხა რა რაღაც მომენტში რომ ანუ ფხიზელი წერო მაგ ვიდეოებს სანამ დამიჭერდნენ და მეთქი ჯაფარ აბსოლუტურად მეთქი რა ვიცი თვის ღერი ფჩხილი რა ვერა ტესტის გინდა ჩავატაროთ არა მე მაინც არ ვამართლებ ხა იმიტომ რომ სიტყვაზე დასტრესილი ხარ იმიტომ რომ არ გძინავს იმიტომ რომ ვირა იცოდა არა მესმის მაგრამ მე მაინც ვამბობ რომ იმიტომ რომ მე აშკარად ამნიშნით ვარ არჩეული რომ აი ტატუებიანი იმიანი ამიანი 27 კილოგრამის აყურით აუცილებლად ხო რაღაცა ისტორია გაუფუჭდათ ჩვენს შემთხვევაში ფაქტია რომ გაუფუჭდათ მე ვამბობ რომ მაინც იმ მოსაზრებისკენ ვარ და ეს არის ჩემი აზრი რომ რაღაცნაირად აი ეს
სტერეოტიპული მიდგომა, რომ პირობითად ვამბობ, აი შენ თუ ჩაგიღრმავდა, ჩაგიშავდა, დაუშვა თვალი, აი ჩავარდნილი თვალია. ან მოუწესრიგებლად ეს არ ნიშნავს მაინც და მაინც იმას, რაც ვიღაცა ბოროტს უნდა და პირობითად ვამბობ, იმიტომ რომ მე მახსოვს, არ ვიცი შეიძლება ექიმი შენ ხარ და შენ მითხარი, ღვიძლთან არის ხო, ნუ სიშავე ხო რაღაც მხრივ კავშირში და არა მაინც და მაინც იმასთან, რომ პირობითად ვიღაცამ გლიჯა მუშტი და ჩაგიშავდა. ხო, ზოგადად როცა ორგანიზმი არ არის ჯანსაღ პროცესში, თავის ცხოვრების ყვება იქნება ეს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ თუ ადამიანს მაგალითად თვალები ანუ ეჭუტება, არ ნიშნავს, რომ ის არაფერია. ხო, რა შეიძლება ეძინებოდეს უბრალოდ. რა ვიცი, აი ყოფილა შემთხვევა, რომ ისეთი დაღლილი ყოფილა, რომ 48 საათიანი მორიგეობის ან კიდე 72 საათის გამithენებია გააჩნია რა სიტუაციები იყო ლაგუნა ვერესთან თუ გახსოვს არ შუქნიშანი იყო ყველაზე გრძელი თბილისში 92 წამიანი თუ რაღაც აი წამებს რო ითვლი და ეგ შუქნიშანი მაშინ ვიყავი ალბათ 1.26 ან 27 წლის ლაგუნა ვერეს შუქნიშანზე დავიძინეთ და რო გამწვან და გავიღვიძეთ ანუ ხო და ეხა ვიღაცას რო შემოეხედა ხო შეიძლება ეფიქრა რომ დააკიმა უი ხო და ეგრე არ არის რა ყოფილა რომ ფეხზე მდგარს დამძინებია ისეთი დაღლილი ყოფილა რა ზოგადად რეანიმატოლოგის ცხოვრება ისეთი არის რომ თუ მე მიყვარს რომ რაღაცა თლიანად ვდებ რა ჩემ ცოდნასაც და ძიმეც არის ხო და თან როგორ აიცი ეხლა რომ აი ლაპარაკში ვაკვირდებოდი რაღაც კი არა და ფიქრობდი კიდევ სპექში რაღაც ის მაგ ჩართული რა ამოვქექო რაღაცები ემოციები რომ აი გამძლეობაზე რომ ვლაპარაკობდით წეგან და ახალი რა იპოვე შენ თავშიო ხო რაღაც მომენტში ეხლა ხვდები რომ აი პაციენტის სიცოცხლისთვის რომ იბრძვი რაღაცნაირად აი შიგნით ხარ შესული რა ის ხარ რა და ესეთი ესე უგრძნობ რა ეხლა მოვიდა რა თავში ეგრე დაალაგდება ხოლმე სურათი რომ რაღაც მომენტში კოჭა ხელგადახვეული რო ხარ იმასთან ერთად და ერთად რო იბრძვიო რაღაცნაირად ეს ხო სიცოცხლე არ დაიკარგოს რა ეგ ის არის რა ქვია შეგრძნება ხო და მოკლედ აი თუ გინდა რომ ეგრე იექიმო რეანიმაციაში მაშინ ძილი დავიღალე და აღარ შემიძლია და ეგეთი რაღაც არ არსებობს გამორიცხულია რეანიმაციაში ღამე 5 პაციენტი რო ყავს აპარატზე წამოკოტრიალდები და დაიძინებ ეხლა ვინმეს კი არ ვაკრიტიკებ ეხლა ვისაც როგორ შეუულია ისე მუშაობს მაგრამ ჩემი აზრით ეგეთ კრიტიკულ სიტუაციებში რაც უფრო აი წუთ მიყვები ადამიანის შინაგან გარემოს რაღაც მდგომარეობას და იმის კორექტირებას აკეთებ მეტი შანსი აქვს ამ ადამიანს რომ გამოძვრეს და გადარჩეს რა ხო აი ციგნების მიხედვით რომ გაყვე ისაც ციგში წერია გაიდლაინში წერია და ასე შემდეგ არც არაფერს არ დააშავებ ხა 2 საათი და 3 საათი და 5 საათიც რო დაიძინო გაგაღვიძებენ ბოლო-ბოლოს თუ რაღაც დაუნიშნავ რომ აი ამ აქედან აქამდე თუ შეიცვლება რაღაც გამაღვიძ პროტოკოლები არსებობს მაგის პირდაპირ რა შაქარი აქამდე ავაწნევა აქამდე ჩამოვა მაგრამ აი მუღამი ის აქ რომ იქ ხარ იმასთან ერთად ცხოვრობ, აი იმის ბიოქიმიასთან ერთად ცხოვრობ და პატრონი DJ ვერ ვარ და მუსიკას ვერ ვქნი, მაგრამ ესეთი ბიოქიმიური მუსიკა შემიძლია შევქნა. ხო, ამაზე უნდა კითხო, ოდნა მოგვიანებით, მანამდე მაყურებელს უნდა უთხრა რომ გამოიწერეთ ჩემი პოდკასტი, ჩემი არხი, მიკუშა და თან ის რომ მე და გიორგი როცა ვლაპარაკობთ რაღაცნაირად აი ავტომატურად მე მგონია რომ ცოტა ტიტრებივით ვართ უკვე აი თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ასე მეტი ადამიანი უდანაშაულოდ გამოკეტილი გისოსებში ამ დრომდეც არსებობს და თან სოლიდარობა გამოვუცხადოთ მათაც მათი ოჯახის წევრების მინდა რომ გავამხნევოთ და შემთხვევით არ არის გიორგი ჩემი სტუმარი იმიტომ რომ ჩვენნაირი კიდევ ბევრია იქ და მე ვფიქრობ რომ ყველას პასუხისმგებლობა ის რომ აი რაღაცნაირად ყავს გისოსებში დღემდე და აი ბრაზი რამდენჯერმე გავუსვით ხას და რაღაცნაირი ის გვაქვს დიალოგი იმიტომ რომ ბევრი ფაქტორია და ყველას რო გავყვე და ყველას რო ჩაუღრმავდე უბრალოდ ვერ მორჩებით ვერასდროს ცოტა კუჭის მონარო ხარ მაგაზე მოგიარებით კითხავ მაგრამ მანამდე აი ბრაზი სამე ჩუბასლიკესების გეტყვით ყველაფერს აი ამ კითხვის მერე იქნება კუჭთან დაკავშირებული ყველა კითხვა აი ბრაზი რამდენჯერმე ახსენე ხაზი გაუსვი მეც ვახსენე და მას შემდეგ რაც დაიბრუნე მე ასე ვარ აი გამართლა ხო იცი არ მომწონს ეს ფრაზა იმიტომ გამართლა რაღაცა მართალი ისედაც დააგვიანდათ გამოშვება ანუ არც უნდა ყოფილიყო იქ და იგივე მაქვს ჩემზეც და ამიტომ აი ბრაზზე მინდა გითხრა რომ რეალურად მიუხედავად იმისა რომ დაგვიბრუნეს წართმეული თავისუფლება ბრაზი ხო არ წასულა არსად არა არსად არ წასულა ერთი რაზეც ბრაზზე კი მიუხედავად იმისა რომ აი მოსამართლემ გამიშვა და რაზეა ლაპარაკი გამიშვა რა რაღაცა თავის საქმე გააკეთა უფრო ესე მგონია ვიდრე ჩემი და ვიდრე სამართალი იმიტომ რომ ეგრო ჩაერთო მაშინვე ის საფუძველზეც გამათავისუფლა ციხიდან და პატიმრობიდან
ის წინედო ისედაც და ეხლა ეგ ის იმის ჩიტი არ არის რომ იმდენი ცოდნა არ ქონდეს და ეხლა ჩვენმა ლაპარაკმა დაარწმუნა რომ ჩხეკის ოქმი უკანონო იყო მაშინ ვიცოდა ანუ რეალურად თვენახევრით ადრე გაშვებად შეეძლო როგორც კი შეიცვალა ის ჯინჯოლია რომელიც მე უზენაეში და არა თვენახევრით ადრეც არა უშუალოდ ვიდრე წინასწარ პატიმრობას მოგისჭიდნენ იმავე დარბაზიდან ხო შეიძლება და გაიშვება არა ეგ იმაზე რა ქვია ეს პირველი მე ბოლოს ვინც გამათავისუფლა იმ მოსამართლეზე მაქვს ლაპარაკი იმასთანაც გადაიხედა კიდე ერთხელ წინასწარი პატიმრობა და იმანაც დამტოვა წინასწარ პატიმრობაში მიუხედავად იმისა რომ მაშინ არ ვიცი იცოდა თუ არა რომ ეგეთ ტალღაზე იყვნენ რომ უნდა რაღაცა ეს აი აქტი შეესრულებინათ იმიტომ კი არა ჩვენთვის სამართლიანობა დაეყენებინათ რაღაც თავის საქმე გაბიძინას რაღაცა უთხრეს ალბათ მაგითი რა ერთი მაგაზე რომ ცოტა მიტყდება ეგ ტიპი თავისთავად იმდენად პატივ როგორ გითხრა მისთვის ეს პროფესია ისე იყო როგორც კი აი ახლოს შევეხებოდი ცუდად ანუ არაფერზე არ ბრაზდებოდა არაფერზე არ სანქციებს არ ისროდა გარდა იმისა რომ მითხრა კიდევ საბოლოო სიტყვაზე რომ მოსამართლეებს ნუ ეხებიო ანუ ეგ მომენტი ქონდა და როცა ეგრე უყურებს თავის პროფესიას ადამიანი მას აქვს იმის პოტენციალი რომ სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი როგორ გითხრა ის აგური იყოს რომელიც შეინარჩუნოს მაგრამ აი ის არის რაც არის რა რასაც ხედავთ რაც კლანის წევრი რუსიძის ძმაკაცი და ასე შემდეგ მაგრამ ეგეთი ენთუზიაზმით ეგეთი სიყვარულით რო უდგები შენ საქმეს კარგ გარემოში და სისტემატია და პოლიტიკური ის რა გავლენა სასამართლოს ფიქრობ ეგეთი მოსამართლეები კარგი იქნებოდნენ და მეორე კიდე რაზეც ბრაზი მაქვს აი ეს ტიპები რომელი იყო არ ვიცი ძალიან საინტერესოა რომელსაც აქ ეგონორი კიდე რა ეს 11-ნი ხო იყვნენ და მოკლედ პატარა ქალაქი როა ბევრ ადამიანს ვიცნობ და ისინიც ბევრ ადამიანს იცნობენ და გინდა არ გინდა რა ვიცი ჩემი სუსი პატარა სუსი მყავს მეთქი ხუმრობ ხოლმე რა ხო ისეთი რაღაცები შეიძლება გავიგო და მე შეიძლება არც ვიმჩნევდე რა რომ 45 წელი ერთი და იგივე ქალაქში რო ცხოვრობ და თან პლუს ბევრ ხალხთან გაქვს ურთიერთობა და გიყვარს ხალხთან ურთიერთობა ხო გინდა არ გინდა გროვდება ეს რაღაცა კეთილგანწყობილი წრე რომელიც რაღაც მომენტში შენ უსაფრთხოებაზე ზრუნავს და რაღაც ამბავიც მოაქვს შენამდე რომ იცოდე შენ ზურგს უკან ვიღაცები რასაც ჭარტარებენ და მოკლედ ერთ-ერთი ტიპი ამ 11-დან კიდე იმ გონორზეა რომ პრინციპში ეხა მაინტერესებს რა ეხა ეს უზენაესი ხო გუშინ წინ გუშინ იყო უზენაესის გადაწყვეტილებას დამეწია და დამთავრდა ეგ საქმე საბოლოოდ ყველა ინსტანციაში დანახვითაც აღარ დაინახავ ხო საერთოდ დამთავრდა წერტილი ხო აიცაო რა არ ქონიაო მაინც დაუმტკიცებთ მაგასო რო ქონდაო აი ესეთ ანუ ტიპები თავდაცვით პოზაში დგებიან ანუ ცუდი ხო ყველა მიხვდა ეხა რა ვინ არიან და რა კაცები არიან ეს 11-ვე ხო ვისაც აღი აზრი აქვს მიხვდა რომ ის კი არა რომ მტკიცებულებები არ ეყოთ ჩემთვის რაღაცის დასამტკიცებელად ამას ჩამიდეს და მათ შორის ახლა ვინც დეტალებში უყურებდა იქ ჩანდა კიდევაც ელემენტარულად ტიპებს ვეუბნებოდი რომ შენი სატელეფონო ანძების ამაწელი მოიტანო და გავიწყვეს და დავამატოთ უმოკლესად განყოფილებების ხელმძღვანელებისგან უпроსტად განყოფილებების ხელმძღვანელებს გამოქონდათ ამბავი რომ შენზე ჩემზე აბრამოვზე რომ ანუ რატო ქენითო ხალხო ანუ ესე ცუდად რატო ქენ ანუ შიგნით ვამბობ სისტემაში თვითონ თანამდებობის პირები სამხრებით ადასტურებენ ჩვენ სიმართლეს. ხო და თან აი ანუ კოლეგას რო ეკითხები რომ რატო ჩაუდეთ, რატო უყავდეთ, ანუ მეტი რა უნდათ და ეს სადაც ჩვენ ვიცით, მათ ხო იციან. ო, ნაი მართლა გეუბნები, წარმოგიდგენ რა დონეზე მიშვებული მაქვს ეგ საკითხი და შეგუებული არ ვარ, მაგრამ მიღებული მაქვს ეგ მოცემულობა რომ აი ეგეთ რაღაც ჯადო ქვეყანაში და სისტემაში ვცხოვრობთ, რომ ეს რო ჩამიდეს მაინც იმ ფიქრებში ვიყავი, რომ იმედია კაცობა ეყოთ იმაზე თქო, რომ რაღაც აი მოსაწევი ჩამიდეს და რაღაც 2-დან 4 წამით რაღაცა პირობით იმსჯავრიან რაღაც. იქვე აი რომ ეს ქნეს, მაგრამ გამიშვებენ. მე ხო ჩემი ადვოკატი ახლა მეგობრობთ უკვე და სუდამცინის რომ რანაირად ქონა მოლოდინი თან ისე ფრთხილად მაპარებდა რომ კაცია, მიკუშა, დაკავებული ხარ და ვეუბნები რომ არ ვარ, იმიტომ რომ მითხრას რომ გამიშვებენ და არ ქონდა შენეგმ. არა, ეგ არ მქონდა მე უფრო აი წინასწარი პატიმრობის ეპიზოდში მქონდა რა, რომ ამ ვერ დავუშვი, რომ შეიძლება ადამიანი 8 წლით ან მეტით ეს უბრალოდ ხელისაღებით ადგედა ციხეში გაუშვა. მეგონა რომ აი ეხლა რაც მე კანონებით დაგვაწიეს 60 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, აი წინასწარ პატიმრობას გამოიყენებდნენ, რაღაც ძიების პროცესი წავიდოდა და მართლა აი რასაც მგელიაშვილი იყო ერთი
მოსამართლე, რომელთანაც ხდებოდა მტკიცებულებების დასაშვებობის რაღაცა ეგეთი ეტაპი რო იყო. ანუ თუ ეგ მოსამართლე იტყოდა, რომ ხო ეს მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ გავაგრძელოთ პროცესი და შევიდეთ განხილვაში, გაგრძელდებოდა. და აი რაღაცა მომენტში მაგ ტიპისგან ველოდებოდი, რომ აი ხო რაღაცა 3 თუ 4 თუ 5 თვეა თუ რაღაცა იყო, აღარ მახსოვს ზივარ. და ოკეი რა ეს ხა ამ იგივე მიზეზით რა მიზეზითაც ბოლო მოსამართლე მქნა შეწყვიტავდა პროცესს და გამიშვებდა რომ ოკეი ხო რა გავიგეთ ხა რაღაცაზე გაბრაზდნენ პაგონებიანი ბიჭები ერთი 100 დღე გამონკეტეს რაღაცა მოდი ეს ალბათ აი მაგდონეზე ბოლომდე მინდოდა რომ რაღაცა ნდობის მარცვალი მაინც შემენარჩუნებინა ამ ტიპების მიერ ჩვეულებრივი ტერორისტები არიან აი უსისხლო ტერორისტები მართლა აი ძაღლებს რასაც აი რა ვიცი ძაღლებს რო ეძახდნენ 90-იანებში ალბათ ისინიც არიან ეგეთები რა რაღაც მომენტში რაღაც წითელი ხაზები ქონათ ამათ ეგეთი არა აქვთ ალბათ აი რაღაც გააძღეს კარგად და აი შოთა რუსთაველიანი მეებს რა ქვია ფურცლებს ალბათ ვერაფერს წინ ვერ უყენებენ რა გავია გამოუია ეს ვაპირებდი სხვათა შორის რომ გვებოდიალა ერთად შენი დაკავების ადგილას და მე ვიქე მაინც გაუჩქებები თქო ეყოფა რასაც ვარჯიშობს და წეღანას ვკითხე და ვიდრე კუჭზე ხო კუჭი ვიდრე კუჭზე გავა ჩემი მორიგი კითხები ისე ორი სიტყვით მინდა რომ სულ მართლა ყველას აინტერესებს მირეკავენ მიმამდე ტყვეობამდეც ესე იყო ანუ შეიძლება ხო ის მაინც ასოციაციები იმიტომ რომ გლეწავდნენ გვიტყამდნენ და რაღაცნაირად ვინ ცოტა ესე შორიდან ვინც გიცნობს სულ მეკითხება რომ აი რა ჭირს და მე კიდე არ მიყვარს ხოლმე ლაპარაკი და რაღაც ხო მოკლედ ესე იყო 2019 წლის ივლისში მანამდე ივნისის დასაწყისში დამეწყო ტკივილები რა აი ბეჭი ხარი რო გაგიცივდებს ზურგი რო გაგიცივდება რაღაც ეგეთი ტკივილი და ნუ ხშირად ხდებოდა ხოლმე ეგ მაგ პერიოდში, იმიტომ რომ აი სიგარეტის მოსაწევას უცებ რო გამოვარდები რეანიმაციიდან, ცოტა ნოტიო ხარ, იმიტომ რომ ეხა იქ სადაც ბავშვები წვანა სითბოა ზოგადად რეანიმაციაში იმდენი აპარატია ჩართული, რომ მეტნაკლებად მაინც თბილა და თქვა აი ცოტა გრილი ზაფხულის საღამოს რო გარეთ გამხვა, შეიძლება უცებ რაღაცნაირად გაგიცივდეს. ვიფიქრე რომ ეგ არის თქო. ნუ გავიდა ერთი კვირა, ორი კვირა და ნუ ძალიან რომ გაგრძელდა და ეს ინტენსივობა რომ ძალიან მოიმატა, მე ტომოგრაფია გადავიღე, იქაც არაფერი არ ჩანდა. ნუ აღმოჩნდა რომ თურმე კისერი მწყდება რა. მოკლედ ამ ანთების შედეგად ჩემი ხერხემლის ორი მალა ისე გაფუჭდა, რომ ხერხემალმა ხერხემლის მთლიანობა დაირღვა და დააწვა, ჩაერჭო ესე დავარქვათ, იმაში ზურგის ტვინში. ანუ გამივითარდა მოტეხილობა ხერხემლის და სრულიად მოუწყდი, ანუ მარტო თავს ვამოძრავებდი. აქეთა ხელი აი ესე მქონდა დარჩენილი, ანუ აი ესე გაჩერებული და ვერ ვამოძრავებდი, აი ფოტოც მიდევს Facebook-ზე, ჩემ ბიძაშვილს ეტლში უზივარ და ერთ-ერთი პირველი დღეა ოპერაციის მერე გარეთ სასეირნოთ რომ გამომიყვანა კლინიკიდან სიგარეტის მოსაწევად. ეს ხელი ესე მიდევს და აი ამას ვამოძრავებდი, აი ესეთი ძალით და სიჩქარით. ვერც საჭმელს ვერ ვჭამდი ჩემი ხელით, ვერაფერს ვერ შვებოდი, რაღაც 3-4 თვე მაჭმევდნენ ხელით. და ნუ მე ნელ-ნელა რეაბილიტაცია სწორი კვება, შეიძლება ის დაგვარა. რომელსაც არ ყვევდი. რომელსაც არ ყვევდი, ხო. ყვეობის დროს. ვარჯიში და ნელ-ნელა მივედი იქამდე, რომ ჯერ ფეხზე ავდექი, დადგომა დავიწყე, ნაბიჯი ვისწავლე თავიდან. ხათა შორის წეგარო ყვებოდით, რომ როცა ვსეირნობდით. ცეკავდა, ანუ რაღაც ის ქონდა, ხო, ვარჯიშობდა, თავისი რაღაც ილეთებით, რა ქვია მაგას, ანუ სავარჯიშოები კონკრეტული და თან იქვე ეს მუსიკა ჩართული მუსიკის. ხო, ის ქონა დამგამებული, ვითვლიდი ხოლმე თავში 5 წუთს რა 300-მდე. 5 წუთი მზეზე ვიდექი, ზაგარს ვიღებდი, 5 წუთი მერე იქით აქ შეხო წრეზე დადიოდით ხოლმე, შენ და თორნიკე და ზვიადი, ან შენ მე და შენ ვიყავით ხოლმე, უფრო ეზარებოდა თორნიკეს და იმას ზვიადს. და მე იქით აქეთ დავდიოდი და როგორ ხანა, ესე გაჯერ გავივლიდი და ნაბიჯებს სიმაშვებოდი, ანუ დაკვირვებულად რომ სწორად დამედგა, უკანა გზაზე გამოვიდოდი, შუაში ბუქნებს გავაკეთებდი, რაღაცა ეგეთებს და მე იმის იქიდან გამომდინარე რომ წონები არ გაქვს და ვერ ვარჯიშობ იქ ციხეში, ნუ უბრალოდ ცარიელი ხელებით ვაკეთებდი იგივე მოძრაობებს, რასაც ახლა მაგალითად დარბაზში ვაკეთებ და რაღაც 100-ას გამეორებას, რაც ხო ალბათ რაღაცნაირად გამოსვლისას მაინც ცოტა წამეშველა, რომ ფორმაში ყოფილიყავ, იმიტომ რომ რამდენი ხანი იყო სანამ მაგრამ იმიტომ რომ საკანში საერთოდ გასული არ ვიყავი სუნაგი რო ვარ ხო ერთის მხრივ სუნაგი და მეორის მხრივ საჭმელი არის იმიტომ რომ კატასტროფა ციხეში ანუ ყველას თავის გადაწყვეტილება აქვს ვინ რამდენი იქნება ამაზე პრობლემა კი არა უბრალოდ მე მახსოვს გიორგი ახობაძე ძალიან გამხარი და კარი რო გაიღო ანუ ორი ადამიანი შემოვიდა და კი ვკითხე რომ სად მოასწარი თქო და მე მაჩვენა ანუ
რას ჭამდა ანუ რეალურად და ხა წამი 78 ან 19 კილო არა რას მეტყვი ნანახი მაგ ანუ მე ვიყავ მეორე საფუძველზე საკანში გიორგი პირველზე 13 გამოვედი რამდენი კილო გამოვედი ზემოდან ჩამოვხედავდი და ყველა სნიკერსი ყველა ბაუნტი ეჭირა ოღონდ მე მაკონტროლებდა და ვერ მივხვდი მე რატომ აკონტროლებდა ანუ რა უნდა მეთქვა რომ არ ჭამო ანუ ვინმე ზევითი წათაზეთ არ გავაღვიძო თქვენ სკამერი ჩემად გავაღებ და იქო ჩამომიყალიბა თეორია იმის შესახებ რომ მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ ადამიანი როდის შეჭამს მე აქედან ვეწინააღმდეგებ აი რანაირად მიმტკიცებდი ახლა მითხარ ეს რაღაცას რომ 27 სნიკერსი და 40 ბაუნტი არის ნორმალური არა 27 სნიკერსი და 40 ბაუნტი როგორ არა სულ გიორგი დრო აი საღამოს შეჭამ დილით შეჭამ როდის შეჭამ მაგას არსებითი მნიშვნელობა აი ღამის 3 საათზე რო შეჭამ მაგდანს ახლა რამდენი ჩამოთვალე და რო გადატრიალდები და იცი არა მაგდანს რო შეჭამ ხო ანუ იქ ნახშირ წყალია თან და მე ის და მაგ დროს უნდა ჭამო ბევრი ცილა მაგრამ არ იყო ეს ცილა ანუ ცილა ჩამინაცვლე შოკოლადით გენ მოდიფიცირებული პროდუქტით ყოჩახ მაგრამ სხვათა შორის ერთის მხრივ შიგნიდან ახლა მაგაზე ბევრად არ გვიჩხუბია, იმიტომ რომ იქვე ვაკეთებდი საჭმელს და რაღაცა 7 კერძი დავამატე. მოიცა მე არ გადავახტით არაფერს. და აი ახლა სხვათა შორის არ ვიცი ხან შეამჩნიე თუ არა და გაიგე თუ არა, რომ ციხეში შეცვალეს წესები, აი მას მე რაც გარეთ ვართ ამ საკვების ხარისხთან დაკავშირებით ხმაური რო ატყდა ნება დართეს გარედან საკვების აი ის რაც პაპრაზნიკა მქონდა 3 წელიწადში, ეგ ახლა შევჩვეულებად შეგიძლია მიხვიდე მიიტანო. ხო. და მოკლედ შეუგზავნო საჭმელი და ნორმალური საჭმელი ჭამოს პატი, მაგრამ ალბათ მიხვდნენ რომ მაგას ვერ გამოასწორებდნენ. პლუს შენც შეამჩნიე ხო და ყველამ შევამჩნიეთ რომ ნელ-ნელა ამ 8 თვის მანძილს 9 თვის მანძილზე რა ჩიგინთ ვიყავით. მაღაზიის ხარისხის გაუარეს და საკვების ხარისხის გაუარეს და ლობიოა იმაში მარცვლები შემცირდა და წყალ-წყალა გახდა. ეხლა რა მითხარ იცი? აი მე სულ მეგონა რომ ეხლა წეღან დედაზე რო საყვებოდი რომ ეს ერთი კვირის საკვებსო ვამზადებდიო. მე მაინც მგონია რომ უფრო მეტად გურმანი ხარ ვიდრე ადამიანი რომელმაც უბრალოდ საჭიროების გამო ასე ვთქვათ რაღაცნაირად აი ეს რა იცი შემოგესწავლა. არა მგონია რომ ისედაც მიხვიდოდი მაგზაზე იმიტომ რომ ეხლა ციხეში ბისტროგანოვი თუ რესტორანი ქვია. მაგის რეცეპტი შემოვაგზავნინეთ არა ვიცი. იქ ხალხო ძალიან როგორ გითხრათ ახლა ხაჭარო გენატრებოდა და რო ჩხუბობდი რომ სხვასაც არ დააკლდეს და არც მეთქო უცებ ეს მოდის და ანუ ისიც საინტერესო ეპიზოდია სტეიკის ის ერთი ნაჭერი რომ მოგიტანეს და რომ გამოგიშვეს და დამაბრუნეთ და მივხედავ იმ სტეიკის ნაჭერს და მე გამომიშვითო ანუ გათავისუფლები. ეგ იმან წაიღო ხო შემხვდა ის ბიჭი სხვათა შორის საჭმელი. იმან წაიღო არა მე ვუთხარი. მე ვერ გავაკეთებ ამასო და ადამიანს რომელსაც საკვები მოქონდა მე არ მიყვარს ბალანდიორს უწოდებენ და მოკლედ ახალგაზრდა ბიჭი იყო და გიორგი გაუშვეს სასამართლო დარბაზიდან და ეს დარჩა ეს ნაჭერი და ეს არის ნაჭერი რომლისთვისაც გიორგი ვიომე არამდენ ყველას ამ სამყაროში ვინმეს და რამეს თუ შეეძლო რომ აი მიწვდომო და ყველას მიწვდა და აბა შეკვეთა როგორ იყო ღორის ხორცს ხო უკვეთავდით და ღორის ხორცი იყო რა ეგ ოღონდ გაფორმებული ქონათ ღორის სტეიკად და არ მოქონდათ ანუ ერთი თვე ხალხო მოკლედ მოიტანეს და გაუშვეს უცებ დაუბრუნდა მის კუთვნილ თავისუფლებას და ეს ნაჭერი მე მივეცე იმ ბიჭს უთხარი რომ ჩვენ ვერ მოვამზადებთ იმიტომ რომ ჩვენი შეფი აღარ არის ხო და გავატანეთ მას ხო იმიტომ რომ მიეხედათ იმიტომ რომ ჯერთი ამ ხელა ენერგია იყო ხო და აი როგორ ანუ ეგეც ნიჭია არ ვიცი იმიტომ ბევრ რაღაცას აკეთებდი თან ისე შენებურად აკეთებდი და თან მქონდა რაღაცა რაც არ იღრღვეოდა მაგალითად ხო იდეაში საჭმლის კეთების მუღამი გამიშდა ნუ ერთი ვარჯიშის დაწყების მერე და იმას ფიტნესის სახელმძღვანელოები რაც არის სადაც სხვადასხვა საკვები წერია რომ არ მოგბეზრდეს ერთი და იგივე გამხმარი ქათმის ფილიეს ჭამა და კვერცხის კლაპვა რომ არ მოგბეზრდეს რაღაცა ინგრედიენტებისგან შეგიძლია ბევრი სხვადასხვა გემრიელი საჭმელი აკეთო და ნუ მივხვდი რომ რაღაცნაირად ერთხელ მე ჩემდაც დავუკავშირდი მაგ პერიოდში პლუს უკვე ჩემსაც მინდოდა რომ ჩავნაცვლებოდი მაგ საქმეში რომ ცოტა ხანი დამესვენა ესე ვთქვათ და სამ ინსტიტუტი მეორე ინსტიტუტი დაემართებოდა და რაღაცა საბაზისო პრინციპები მოვაყოლინე რა ჩემს აი როგორ უნდა აწყო რაღაც კერძი აი სახში საოჯახო სადილი ვთქვათ და მე უკვე გზადაგზა ხვდები რაღაცები როგორ შეიძლება დააკომბინირო მე გეიმოებს რო წარმოიდგენ რა რას მოუხდება რა რასთან წავა და ხო ეს ჩემი საყვარელი ის არის ლობიოზე მაქვს ეს დელ კომბინაციები გაკეთებული მივხვდი რომ ეს ჩვეულებრივად როგორც არის ეგრეც კარგია მაგრამ შეიძლება ბევრი სხვადასხვანაირი ვარიაცია მოუფიქრო და მაგრამ რაღაცებს არის სწავლა ჭირდება რა მაგალითად აი ხორცის მომზადება რაღაც კონკრეტულ კონდიციამდე რაღაცა არის რასაც ცოტა
იმისი რა ქვია, კულინარიული ქიმიის ცოდნა ჭირდება. ოღონდ შენ შემთხვევაში ის არ არის, ხო იცი, საკვების გაფუჭებას ჯობია მე გავფუჭდე ხო არის ხალხი ეგეთი რა, ბებიები მინიმუმ. ხო და ანუ აი ბოლომდე რომ უნდა თოჭამოდა. შენ შემთხვევაში ეგ საშიშროება არ იყო, იმიტომ რომ ყველაფერს ისედაც ჭამდა. ეგ მაგ ხო, ბებიებისგან გამოყოლი და თებში სუფთა თუ არ გეგრა, მახინჯი ცოლი გეყოლება, არ გეუბნებოდნენ ხოლმე. იყო ესეც რომ აი მე ამას რომ ვაწყრიალებ, ეგეც იყო. იცი რა მითხარი, ყველაზე მეტად მე მაგალითად იცი მენატრებოდა ძალიან სოკოს კრემ სუპი. შენ რა გენატრებოდა ყველაზე მეტად როცა იქ იყავი? ან მინდა რომ ავწდეთ. შაურმა. და ის ლობიანი სულ რო ჭამ ხოლმე რა შებოლილი სულგუნით. ხა წესით უნდა მყავდეს პასოდი და 200 შაურმა უნდა ამოვიდეს. გიორგი, იცი რა მითხარი? ეს უფრო მეტად კერძები თუ დესერტები თუ ორივე? მე კი ვიცი, მაგრამ მაინც. ორივე ალბათ ხო, ორივე. რაც იღეჭება? იმ მომენტში რაც იღეჭება, წრეზე მივდივარ ხოლმე, ჯერ ესე კერძი, დესერტი, მე შეხდა მე ისე ვტრიალდები კერძი, დესერტი და სანამ აი თვალებში არ დაბნელთ. ოღონ კარგი რა იყო, იცი რომ აქამდე ეგეთი რეჟიმით ჭამა არ მასუქებდა. ალბათ ფიზიკურადაც უფრო აქტიური ვიყავი, ეხლა ხერხემის მოტეხვის მეც ეხლა არ ვარ პასიური და სახში არ ვზივარ, მაგრამ იმ რაოდენობის კალორიას ვერ ვწვავ რა, როგორც ჩანს მაინც. პლუს მაგას მანამდე ერთი ასაკიც პატარა გაქვს და მეტად ორგანიზმი უფრო აშენებაზეა ორიენტირებული და მეტ ენერგიას ხარჯავს. ეხლა უკვე ისეთ ასაკში ვართ, რომ ეხლა უკვე დაშლისკენ. ჩემი რეჟიმი ხო დაგეხმარა ცოტა. კი, როგორ არ დამეხმარა, ერთი იმაში დამეხმარა, რომ ერთი ის იყო, რომ აი რო გადმოვედი და ჩემი რეჟიმი, ანუ ხალხო ეს რეჟიმი ხო გვაქვს ყველას, რომელიც გვაწევს, მაგრამ მე მქონდა კარგი რეჟიმი. ამას თავის დიქტატურა ქონა სართულზე იქ ყველასთან. ბატონო ნიკოლოზეს და ერთი ის იყო, რომ ღამე აღარ მქონდა სურვილი კი არა, საჭიროება იმის რომ მეთენებინა მთელი ღამე მქონდა ყურში გარჭობილი ეს რა ყურსასმენი და საინფორმაციოს უსმენდი რომ რაღაცნაირი კავშირი ძაფივით იყო გარე სამყაროსთან რა და იმ პროცესებთან რასაც მომწყვიტეს და იმ საკანში უკვე სადაც შენც იყავით ონიკეც იყო ზვიადის იყო და ისე იყო რომ ფაქტობრივად პატარა რუსთაველი მქონდა იქ და მაგის ანუ მედიის ესე 24 საათი სმენის საჭიროება მოიხსნა. თორე რეალურად რა ვიცი ხა და საღამოს 5 საათიანი ამბების მერე თუ რაღაცა არ მოხდა, არც არაფერი იცვლება ხომ. ერთ საინფორმაციოს რო უყურო, ისეც გაიგებ რა ხდება, მაგრამ იქ რაღაც სტუმრები რომ მოდიოდნენ, რა განწყობაზე იყვნენ, როგორი შემართებით იყვნენ და როგორი ომახიანი საუბარი ქონათ, დაახლოებით იმას აღქმას ვიქმნიდი გარეთ რა მაში ვართ რა მდგომარეობაში ვართ რა დანებდა ხალხი არ დანებდა იბძვის აშვება ეგეთ იმებს მაძლევდა და ნუ მე უკვე ეხა იქ 4 კაცი რო ვიყავით ერთად იქ აღარ მქონდა ეგეთი საჭიროება მაგან ძილი გამისწორა რომ ღამის 5-ზე და 6-ზე აღარ ვიძინებდი და ალბათ 2-ზე უკვე მეძინა ხოლმე და დილით 9-ზე ადგომა რომ მე სასეირნოდ გავსულიყავით ეგეც ცოტა ადრე იყო ჩემთვის ალბათ ერთადერთი ეპიზოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც 9 საათზე სიამოვნებით ვდგებოდი. აი დღეს ავდექი. ხო, დღეს გავიღვიძე ეგრეთ 9 საათზე და ხო მეკწერდი და. ხო, ხო მოაღასე მოვითავე იქ რაღაც საქმე. გიორგი, ვიდრე აი დავუშვათ აი ამ გადასახედიდან რაღაც მინდა რომ ცოტა ცხოვრების საკითხებსაც შევეხოთ, ვიცი რომ აი არათუ ჩვენ ნანკა პირველი ეპიზოდის სტუმარი იყო და ვიცი რომ ნანახი გაქვს და არ გამოდის ეს ჩვეულებრივი ლაპარაკი ხო ხდები რაღაცა იქ ოჯახზე, მეგობრებზე, პროფესიაზე, იმიტომ რომ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია ეს პოლიტიკა და ის მითიც რომ აი რაღაცა ყველაფერში პოლიტიკას, ნუ ანუ ყველაფერში პოლიტიკა ისედაც და ასედაც და აქედან გამომდინარე რაღაცა ცოტა მინდა რომ შევეხოთ ოჯახსაც, იმიტომ რომ მე არ მქონდა ეს ფუფუნება და ბედნიერება რომ გამეცნო შენი ოჯახის წევრები, შენს მეგობრებს ნაწილს კი ვიცნობ და იგივე სესილიზე, იგივე შენ შვილთან სანდროსთან ეს დაკარგული დრო რაღაცნაირად აი წეგანაც ამბობდი რომ ცოტა დავეწიეო რა იმას რაც გამოვტოვეო და აი რითი ინაზღაურებ ახლა იმ დანაკარგს რომელიც ნუ აი 9 თვე ვიღაცას გონია რომ ცოტაა მაგრამ ჩემთვის 9 დღეც ბევრია udanašaulot გამოკეტილი ადამიანისთვის გისოსებში აი რანაირად დანაკარგის ანაზღაურება თვითონ რას გეუბნება აი რანაირად წახსოვს ის ახლა ილაპარაკები დაწუნებული ვარ კი ხო აი ცი როგორი ტიპია ეგეც აი ჩემსავით როგორ ჩანს ეგ დამუღამებული აქ რაღაცებზე ესე არ ლაპარაკობს, იმიტომ რაღაცებზე ლაპარაკს რო იწყებ,
არასასიამოვნო შენთვის თემებზე, რომელიც უკვე დაარქივებული გაქვს და არ გიშლის ხელს ცხოვრებაში. იმის უკან ამოწევა და კიდე რაღაცა ფოთვის შემოტანა შენ ცნობიერებაში, ისედაც ამდენი თინეიჯერია და წარმომიდგენია ახლა რამდენი აზრები და განცდები და რაღაცები აქვს, ვინ არის, რა არის საერთოდ, ვაფშე რაღაცა რამე შეუძლია, რო არ იცის რა შეუძლია, რა გამოუვა, აი მაგ ფიქრებში არის ახლა რა და კიდე ეგეთ რაღაცებზე ერთი რაც იყო, რომ იმ მომენტში ჩემთვის მე მაგაზე არაფერი აღარ ულაპარაკე, შეიძლება თითოეულ რაღაც კითხვა დაგისვას, იქ როგორი იყო, აქ უფრო ძირითადად რაღაც ინფრასტრუქტურაზე, როგორი ტიპები იყვნენ შიგნით და რაღაცა იმდენი რაღაც მოუყევი და პლუს იქიდან შიგნიდან გაწერილებს რომ წერდი ეს რაღაცა საკნის სქემა გამოუგზავნე სად რა გვედო. დაუხატე. კი, ეგენი. ხო და მე მეუნებოდნენ და არ ხატავდი. ცალკე მიმოწერა მქონდა მაგასთან და თან ცაციაა და ნუ აი წერს ხო ხდება ეს ახალი თაობის ბავშვები უფრო ბეჭდავენ რა და ნუ კლავიატურა ხელი წერა თითქმის ამოვარდა ეხლა აი პირველი დღე არა პირველი წუთი პირველი წამი შენი გათავისუფლების ან შენი და სანდროს შეხვედრა ტყვეობის მერე ხო აი როგორ იყო იცი ეს სამხელა რაღაცა ჩემზე დიდია უკვე თან წყალბურთზე ვარჯიშობდა არ ვიცი რაღაც ერთი 10 წელი სავარცხლურაზე წყალბურთზე და ესეთია რა თუმთოვანი სისტემა გაუვითარდა და ისე თავი გონია პატხვეც გარედან რო ვერ აწყობს რამხელა ტანით არის და შიგნიდან რასაც გზნობს ისე როა და რო რაღაცა ზედრო გახტებოდა და ზედრო გეჯდა სურა კალთაში და არის რა ჩემი წონაა ფაქტიურად რა მოწეპებული იყო რა რაღაც მომენტში ის რაღაცა ისეთ რაღაცებს მთხოვდა ხოლმე რაც ჩემგან იყო, როგორ გითხრა, რომ იძინებს ძილის წინ რაღაც რუტინა იყო თუ ეს რაღაცა როგორ დასაძინებლად როგორ უშვებანი ხანამ დაიძინებს იქ ოთახში რომ ვიყავი მაგასთან ერთად რაზე როგორ კონტაქტობდით ან რაღაც რო ფერები ან რაღაცა ეგეთი რაღაცების მონატრება ქონდა და ეგენი იმას აქნეს რა კრიფა რა ისე ვიცი შტეკერებს რო შეაერთებ ისე რა რაღაცა აწყო ისე რა ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ჩახუტება მამასთან აი ამ განშორების მერე იცი რა მითხარი თვითონ აი რადგან უყვებოდი და ეს თან იცოდა სადაც იყავი და ეხლა როგორც ამბობ სქემაც და ნახატი თუ ფაქტია რომ ინფორმაცია ქონდა და ერთი რაზე ძალიან ბრაზდები თვითონ იმ მომენტში ბრაზობდა მაგრად ერთი ეპიზოდი ქონა აფეთქების სესილი მომიყვა რომ აი რაღაცაზე არაფერზე რაღაცა ფარდაზე რაღაცა პეპელა იჯდა რომელსაც სესილის ეშინია და ის იყო გასმოკეთ რაც იურჩან პეპელამ რა ვერ მოიშორეს თავიდან და ეს გახდა ტრიგერი იმის რომ ეს დაგროვილი რაც ქონდა ეს ბრაზი რა ბაჭე და რაღაც სესილი გული გამისკდა ისეთ ხმა მოუშვა ხო აი კაცის ხმას რო ამ ბავშვის რაღაცა ციკვინა ხმა კი არ ქონა აი ხოხტები რაღაცნაირად დრაკონს რო გამოუშვებ რა ეგ დაცალა ერთი ეგ ეპიზოდი ქონდა სურვაზე ქონდა რაღაც მომენტი ზუსტად არ ვიცი და მანდაც არ მინდა ხოლმე რომ ესე რასაც თვითონ არ მიზიარებს ჩავეჭ რაღაც ზედამხედველის როლში ვიდგე რა რაღაც ის გაზიარების სურვილი რომ გაუჩნდება უფრო გულწრფელად და გემრიელად გიზიარებს და ნუ უფრო ეგეთი ძმაკაცური ურთიერთობა გვაქვს და იქ იყო მოკლედ რაღაც ბავშვები რომელთა არ ვიცი მშობელი იყო თუ ბიძა ვიღაც სპეცრაზმელი ეს ტიპები რა რო გვირწყავდნენ ვიღაც ეგეთი და ის არ ვიცი ის რაღაცა წაემარიაჟა რო აი ხო იცი ჩემი ძმა რაღაცა ტანკს გესვრის და გადაგაგდებს ამერიკაში ჩვენ ბავშვობაში რო ხო იცი რაღაცა დაახლოებით ეგეთი ვარიანტი ხო აი ეს ამას რაღაცა ეს ტიპები აღარ დაევასა რა ხო ხდებიან ზრდი უფრო ზრდიდა თვითონაც ეგეთი ტიპია და არის ძალიან კეთილი და რაღაცა მეგობრული ხარ ვიდრე რაღაც უფროსი მკაცრი რაღაც ხო აი ამ ბოლო ეხა ამასაკში ამ კაცრი არა მაგრამ აი ამასაკში ცოტა უფრო რაღაც საზღვრების დაწესება დავიწყე იმ ხრივ რომ ეხლა აქ ისეთი ეპიზოდი როცა სკოლაშიც მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ინფორმაციის მიღება და აკრეფა უწევს რაღაცა უნარჩვევების გამომუშავება პლუს და დასაბალანსებელი არის დღის მანძილზე დრო რაში რამდენი დროს დახაჯავს კომპიუტერზე თამაში იქნება ეხლა ეს კომპიუტერი დაუშავდა 1 საათზე მეტი არ დაჯექი ეგეც არ მგონია სწორი იმიტომ რომ დღევანდელი მედიუმი გარემო რაშიც ეს თაობა იზრდება და რაშიც უნდა იცხოვროს არის ეგ ციფრული სამყარო და მანდ რომ მე იცი რა 1 საათზე მოდი წამოდი თოხი და რაღაცა შვიდქვა ვანოთ რაღაც წრეში ბურთი ვითამაშოთ ეგ ჩვენი ბავშვობიდან ჩვენი თავიდან გამომდინარე ვფიქრობთ რომ ბავშვი ეგრე უნდა ერთობოდეს და ეხლა სხვა რაღაცით ერთობიან ელემენტარულად ინგლისური ისე ისწავლა აი ამ თამაშის დროს და იქ რო ელაპარაკები ხო ონლაინ თამაშები რომ მიდის რომ რავი ალბათ ქართული ვით იცის რაც
მათ შორის კომპიუტერთან ჯდომიდან მიღებული სარგებელია და არ მგონია ეგ სწორი. უბრალოდ არ უნდა გაექცეს რა ძალიან რაღაც მომენტში თვითონაც ხდება ხოლმე მე მოვუწევს მე რაღაც ამ ფიზიკაზე ან რაღაცაზე პროექტი აქვს საკეთებელი ღამეების თემება ხდება მე რომ რაღაც დრო რაც იმისთვის უნდა დაეთმო გამაზა და მე დილის 6 საათზე მოუწია დაწოლა 2 საათი ეძინა. მე მგონია რომ მაინც უფრო კონცენტრირებული თაობაა. უფრო სხარტები არიან ჩვენ და თან დედაცინჭიერი მამაცინჭიერი. რა ჩვენთან არის უფრო აი ეს რაღაცა ბავშვური რა. და მარტო როა აი მაგალითად ვიღაცას რო გავაცნობ ამ ჩემი მეგობრებს ან მისთვის უცხო ადამიანებში რომ მოხდება და თავის ფონში როგორც პიროვნება თვითონ რო დაელაპარაკება და გაეცნობა და რაღაცა გაცვლიან აზრებს მე რაღაც ფიდბექი ხომ აქვს ამათგან რა კავშირი მაქვს რანაირი ანუ შენ შულზე რაღაცებს გიყვებიან რა და ძალიან კარგი გამოხმაურებები აქვს ხოლმე ანუ ეს მე არ მომისმენია ეგ მომენტი არ შემიმჩნევია მაგრამ აი ყოფილა რომ სკოლიდან რამოდენიმეჯერ მოვდიოდით და რაღაცა საუბარი წავიდა, აგვეწყო, ოღონდ ცოტა დიდურ თემაზე, თავის ისეთი აი ლექსიკაც რო ისეთი გჭირდება ტერმინებით და ცოტა ბრტყელი სიტყვებით და რაღაც მომენტში ესე მოვდიოდ, მახსოვს კიდევაც ის მონაკვეთი რაღაც მიცუბიძის ქუჩაზე რომ დაეშვა და რაღაცა ისეთი სიტყვები მომაყარა მერვე კლასელმა ბავშვმა რომ საიდან იცი მეთქი ეგეთ სათკითხულობ ეგეთ რაღაცეებს თქო. ანუ თავისთვის ვითარდებიან ჩუმად რა, ანუ შენთან არიან აი რაღაცა ის იმის დაკარგვა არ უნდათ რა ეს მშობლები როგორც პატარა ხო ლეკუს ვეძახდით ხოლმე მაგრამ ამ ლეკვის როლის დაკარგვა არ უნდა და ეგრე ეხლა ცოტა თინეიჯერობაში კი კლანჭები გამოაჩინა და ესე ეშვები მაგრამ ეგ მოწონს რა რაღაცა ბევრი მას იღებს დადებით ემოციას იმუხტება და უსაფრთხოების განცდა აქვს მაგითი და ეგ არ უნდა რომ დაკარგოს თორე ისე ხო ალბათ ეგის თაობაა რომელიც აი თავისთვის ჩუმად ისეთ რაღაცეებში ერკვევიან და ვითარდებიან მით უმეტეს ინტერნეტი აქვთ ცნობის მოყვარეობა აქვთ წარმოიდგინე ხა ჩვენ რომ ახელები ვიყავით როგორი ცნობის მოყვარეობა ქონდა რომ აი რა ვიცი შტეპსელში მაქვს შერჭობილი ეს რა ქვია ანუ ასანთის კოლოფში ესე სპილენძის მავთულით გავაკეთე ბადე და ორი ხაზი გამოვყავი და მეგონა რომ აი პლიტა ელექტროისო არის რა ქვია მაგას პლიტა ისო წიქურა ხო რო წითლდება ესეც ეგრე გაწითლდებოდა და ეს მინიატურულ ნივთებზე მაგ გართულება მიყვარს რა მე მგონი შენი მოფიქრებული იყო იქაც რაღაც რო ქონდა გაყოფილი და იქ რაღაც ფიგურა რო ქონდა სპილენძის ანტენა რო არის ჭერდა ხო მე მგონი შენი იყო ეს ხო და ეს არ მედგინე როგორც რომ ისოყარება მქონდა რომ მაშინ რა ქვია დენის წყაროში შევაერთე და ისე დამარტყა დენმა რომ ძალიან შემეშინდა და ეხა ექსტრომის მოყარეობა გადაიტანე შენ ეხა უკვე იმ შემეცნების სივრცეში რაც აი ხელში გვიჭირავს რამხელა ინფორმაცია აქვს და ნუ ყველა მშობელს რო აქვს ის რომ რაღაცნაირად უნდა რომ მაქსიმალური გააკეთოს და ჩემი მეგობრები ვინც ხართ მაინც არ მიყვარს ამ კითხვის დასმა რომ თავად როგორ ფიქრობთ როგორ მშობელი ხართ და მაგას არ კითხავ მაგრამ უკეთესი შეიძლება რა ალბათ ხო ჩვენი დიალოგებიდან გამომდინარე ჩემთვის ოღონდ ეს არ არის ცუდი თვისება იმიტომ კი არ ვამბობ იმიტომ სხვა რამე მინდა მოკლედ გავარკვიე და მივხვდები მე ესე რომ მკითხავ ხარ ძალიან ჯიუტი აი რაღაც თუ პოზიცია და საცავე ბოლომდე ჯიუტი ხარ და ეხლა მე მაინტერესებს რაზე უშლი ხოლმე სასილისნეროს ეკი ვიცი მაგრამ ეს მაყურებელს ხო ვეთქვი მაგრამ ახლა შენ მითხარი ანუ სანდროსთან ანუ შვილთან უფრო ჯიუტი ხარ და უშუალოდ როცა რაღაცას არ აქვს მნიშვნელობა უნდა დაიცვა ბოლომდე შენი პოზიცია არგუმენტებით არის გამყარებული ის თუ არა აი ამ სიჯუეტეს რომელთან უფრო ავლენ მეუღლესთან თუ შვილთან ხო ანუ დაფიქრდა ეს ნიშნავს იმას რომ აღიარა რომ ჯიუტია არა ჯიუტი ვარ ხომ და არგუმენტები მაქვს ხოლმე ხო მაგას დემაგოგიას ეძახიან ლაპარაკში რო ვერ მჯობნის შენ ხა დაიწყე უკვე და ვინ გაჯობებს სესილი მესე იცის ხოლმე სესილის იცი ორივეს უთმობ რაღაც მომენტში თუ მივხვდი რომ ეხა ეს ჩემი არგუმენტი მათთვის არ არის რაღაცა რითიც შეიძლება აზრი შეიცვალონ ხაინ კონფლიქტში აღარ შევდივარ სანდროსთან განსაკუთრებით ეხა თუ მართლა რაღაც ძალიან მცდარ პოზიცია რაღაცა არასწორი ინფორმაციიდან ამოღებული ლოგიკური ჯაჭვი თუ არა აქვს ვაძლევ საშუალებას რომ თვითონ იფიქროს მე უბრალოდ რაღაცა აი მაგ დღეს ყამათობდით რაღაც მემარცხენე მემარჯვენეობაზე და იქ რაღაცა ტრამპი არ მოწონს და რაღაცა ტრამპზე ისეთ რაღაცები მომიყავს საერთოდ გონში არ ვიყავი თურმე ზის და ამას აკვირდება და იქ ნიუ-იორკის მეერზე და რაღაცებს და მოკლედ ამაზე ვიკამათეთ დიდი ხანი ნუ როგორც ყველა ახალგაზრდა და პატარა ალბათ უფრო მემარცხენეა ეგეც და რაღაცები სწორად ესმის რაღაცები ალბათ მე გზადაგზა
გაერკვევა. 2 საათამდე კი გამოდის, რომ ვილაპარაკეთ, თუნდა შეგაწყვეტინო, თან კი არა და მე ხა ვუყურებ შენსაც, მე არ მიკეთია საათი, ხო, გვაქვს დრო და თან იცი რა მინდა, აი, ტყვეო თავისუფლება ისედაც ვიცი შენი აზრი და მე სიჯიუტეზე გეტყვი, საერთოდ ჯამში ჯიუტი ვარ იმაში, რომ ის კი არა რაღაც ადამიანს შეებერჯა ხო, ანუ რაღაც მომენტში თუ არ გამოდის დარწმუნება, უბრალოდ გამოვიწევი და ის თავის გზაზე მე ჩემს ჯიუტად დავჩები ჩემ პოზიციაზე. მე რატომ შემთხვევით არ დამისვამს ეს კითხვა, აი ბრძოლის ნაწილშიც მე მგონია რომ იყო ჯიუტი ერთ-ერთი მთავარი თვისება ასე ვთქვათ და აი შენი ხასიათის ადამიანები ზოგადად არ ბადებენ ჩემში კითხვას, რომ აი როდის დაიწყეთ ბრძოლა ანუ ვიცი რომ სულ აი როცა კი საშუალება ქონდა სხვადასხვა ფორმით არ აქვს მნიშვნელობა რეანიმაციაში ანუ ადამიანმა რომელსაც იცის როგორ იბრძოლოს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის დამთავრებულია. პირველი საპროტესტო აქცია ხონდა მე-4 კლასში. აი მას მერე ტყვეობის მერე დანახული თავისუფლება მინდა რომ მითხრა და თან იცი რა აი რაღაცნაირად ბოლოსკენად წავიდე თან შევაჯამოთ ჩვენი საუბარიც და აი რა მინდა რომ მაყურებელმა იცოდეს რომ მე მგონია რომ რაღაც მხრივ ჩვენ აი ესე შეუთანხმებლად მე ხო არ მithქვამს თემაც და ბავშვად რა საკითხებს შევეხებოდი და იმიტომ რომ მგონია რომ ვინც ეს გამოვიარეთ მათ კარგად ვიცით იმის ფასიც მიუხედავად იმისა რომ არ მოვთქვამთ არ ვტირით და ხო აი ერთი კითხვა იყო მე მინდა მოხსე ეს ჩემი სივრცეც იმისთვის რომ და უბრალოდ არ გავიმეორო და არჩენ არ გაიმეორო აი რაღაც სიბინძურე ვიდრე აი ამ ბოლო კითხვას დავსვამთ აი ტყვეობის მერე დანახული თავისუფლება და იყოს მაგალითი თუნდაც ჩემი ისტორია ამ შემთხვევაში შენ ხარ ამ ეპიზოდის გმირი აი პროპაგანდის სიბინძურე ხო რომ აი ეს ის და იმას ბავშვებს იმას ხო რაღაცა მე არ გავიმეორებ მაინც პრინციპულად ხო და იცი რა არის მე ხშირად ვუყვები ადამიანებს რომ აი შორიდან არ ვიცი როგორ ხედავთ თქო და აი აბსოლუტურად დადებით კონტექსტში აი მე სულ მგონია რომ ყველაზე დადებითი ადამიანია ისეთი ადამიანი რომელიც თავის თავში არ კარგავს არათუ ბავშვს აი იმ ბავშვობას რომელიც ძალიან ლაღი იყო მიუხედავად იმისა რომ მძიმე იყო 90-იანების 90-იანების საქართველოსთვის და ამ ნიშნით ვუხსნი ყველას აი რომ ეკითხებიან გიორგი ჩვენმა მეგობარმა მთხოვა ბაკამ კვირცხალიამ უკარგესმა ადამიანმა ამას წინა თუ აი გეხვეწებიო ძალიან მიყვარს რომ ესე შორიდანო და გამაცანიო და მე ვიწყებ მოყოლას აი რატომ ხარ კარგი ხო მოვიკითხოთ ბაკაც და ყველა ის ადამიანი ვინც გთხოვთ ხოლმე რომ გიორგი გამაცანი და ყველას გვირდებით რომ აი კი მოვხვდებით და გიორგიც ესეთია მოდის არ ჩერდება ბევრ განახავთ და აი ამით ხსნი რომ აი მასში ცხოვრობს ის ბავშვი რომელიც არის სუფთა გულწრფელი და ბავშვი ხო ზოგადად ამიტომ გჭირდება არა იმიტომ რომ ვიღაცას ზემოდან უყუროთ აი მე შენზე დიდი გამოცდილება მაქვს არა მეც ვამბობ რომ ბავშვური ვარ ამით ხას უსვამ ხოლმე იმას რომ ვარ გულწრფელი და აი ამ შენი გულწრფელობით მინდა რომ აი რა ზოგადად როგორი გაქვს ახმა მე ვიცი რომ გიყვარს კომუნიკაციაში შესვლა მათ შორის გააქვს ის უნარი რომ მოგზავნილი ტროლი მოკეთეთ შეგიძლია გაიხადო ანუ აუხსნა რომ სადღაც ხარ ჭაობში და მოდი ხელს გამოგიწვი და მე ამის დრო არ მაქვს პირდაპირ ვამბობ და აი ამ მინდა რომ უპასუხო იმიტომ რომ მე მგონია რომ ეგ არის ცოტა იმაზე კიდე უარესი ბოროტება რომ ვერ დაგაბრალეს ვერ გაგანადგურეს ვერ დაგაგდეს ზურგზე და მე ბავშვებს ხო ნუ მან ერთის მხრივ ის იყო რომ უბრალოდ დავკეტეს და მეორეს მხრივ ის იყო რომ ყველა ეს ნაბიჯი რაც გადადგეს მათ შორის მუხრე ხო შეიძლება იარაღი ჩაედოთ სიტყვაზე რავი დაებრალებინათ სახელმწიფოს გადატრიალება ანუ პროფესიის წართმევაც უნდათ. სავარაუდოდ ეხა იციან ჩემთვის რამდენს ნიშნავს ჩემი პროფესია. იმის იქით ალბათ სესილისაც ეხა რომ მკითხე როგორი მამა ხარო ხო? სესილის და სანდროს თუ პრეტენზია ექნება ჩემთან ის ექნებათ რომ არასდროს სახში არ ვიყავ. ჩემი სახლი იყო სამავთყოფო და სანდრო 9 წლის იყო რომ მითხრა კი ისე რომ მოთხრა მაგ პერიოდში იყო რა კაი არ სახში ხარო რომ გაგიცანი ანუ ის კი არ მქონდა რომ ცუდად ვიყავი იქ რო ვიყავი იმდენად თუ ხარო და ხო ანუ ჩემი ცხოვრება არის ეგ და მაგის წართმევა უნდა და თაობოსელას რეპუტაციული ზიანი უნდა და უბრალოდ რაღაც დონეზე ინფორმაცია ქონდა მაგას ჩემს და რაღაც დონეზე როგორც ჩანს არ ქონდა და მე გულწრფელი ვარ მათ შორის როგორც ადამიანებთან დამოკიდებულებაშიც და ისევე რა ვიცი ჩემ რაღაც ჩონჩხებზე რაც კარადაში მაქვს გამოფენილი მაქვს გასანიავებლად არ მიყვარს რომ შმორის სუნიაზდის ყველაფერი იცის ამ ქალაქში ამ ქვეყანაში ჩემზე რა გამიკეთებია და რა გამიფუჭებია მაგით ვერც მოახერხებდა რომ ეგ მაგ მიზნისთვის მიეღწია მაგრამ მე მისი мотивация არის აქ მან პრობლემა რომ ანუ როგორი რაღაცა წავიგე მეძახდნენ მანამდე ბარიგას
მოძალადე პროვოკატორს. მე ამას მიაბეს ეგ TikTok-ის ვიდეოებში იყო რაღაცა ის ამფეტამინის ალფა PVP რაც არის შხამი. ხო, აი მაგის ლეგენდას ქმნიდნენ. ნუ აქედან ათია ბერიძე იყო რომელიც მეტადონშიქს მეძახდა და მოკლედ ვერ გაერკვივნენ მოკლედ რა რომელი ნივთიერებით წაიყვანათ სიტუაცია. და ნუ აი წარმოგიდგენე ექიმი რომელსაც აი რაღაცა ამდენი ნარკოტიკი უდევს ჯიბეში, მე აბაზრებს აი ბავშვებს რაღაცა ონკოლოგიურ პაციენტებს მორფებს პარავდა და რა ვიცი ერთ-ერთი იმაზე რა ქვია პოსტზე იყო ეგეთი რომ თავი ნახო ეს მაგათი ეს პროქსი პატარ-პატარა წვრიფეხა მინიონა ისინი პროპაგანდონები ხო პოსტავდნენ მაგ რაღაცეებს და ქალბატონი მარინა არის ერთი ჩვენ თანამებრძოლის დედა, რომელიც ანესთეზიოლოგად მუშაობს სიაშვილში და იმან დაუწერა, რომ ანუ ერთად მუშაობდითო და გასცა პასუხი მოკლედ. ხო, იცი რა. ხო, კარგი იქნებოდა, ჩემი აზრით, შესაბამის ადამიანებს, ვინც ამის შესახებ იციან, მათ შორის ჩემი იაშვილში მუშაობის შესახებაც იციან, მათი თქო, მაგრამ არავის არ დავადანაშაულებს, რომ ძნელია ესეთ სისტემასთან, მაგ თემასთან დაკავშირებით რაღაც ჭიდაობაში შეხვიდე. მაგრამ ნუ რა ვიცი, ახლა ერთი შემილია ის თქვა რომ ონკოლოგიური პაციენტის ცხოვრებაში არ მყოლია, ეგ ერთი. ძირითადად მუშაობდი 14 წელი გულის ქირურგიაში ბავშვებში და ზოგადში და ახალშობილებში და ამის შესახებ ყველაფერი იცის. უბრალოდ ვიღაცებს ჯერათ მაინც. აი ამას ამბობენ. მე მაგალითად ვამბობ რომ მართალ ადამიანს და ადვოკატობა არ ჭირდება. მე გულისხმობ ესეთ ჩვეულებრივ საუბარში, თუნდაც იქ ახლა ტროლინგი ვიცით რას ნიშნავს დავალებითსებული, უნდა შემოვიდნენ წერონ და აი მე მაქვს ერთადერთი პასუხი ისეთ ძალიან გულწრფელი. მე ფიზიკურად მანამდე ამდენი არ გამიგია, იმიტომ რომ ეს ხო ესია სადაც ატყდება ქარიშხალი, მე სადაც იქ ჩამოვარდება წვიმის წვეთიც და წვიმის წვეთი კი არა, ის სეტყვა დადებით შეფასებების, სწორედ იმ ადამიანებს გულისხმობ, ვისი შვილებიც გადაგირჩენია და რომ გემადლიერებიან და მე ვამბობ აი სულ სხვადასხვა ისე შემთხვევით იცი კარგად მე არ მიყვარს აი ამ ჯგუფებში შესვლა და მე ეგ დიალოგში, ანუ მიყვარს სოციალური კომუნიკაცია და ასე არავინ არ მინახავს, მე ვამბობ უარყოფითად განწყობილი პირიქით ცხოვრებაშიც და სოციალურ ქსელშიც, სულ კითხულობ, მადლობა, გადაგვარჩინე, ვიღუპებოდით, შენ ანუ რაღაცა ღმერთი აღმოჩნდი ჩვენთვის იმ შემთხვევაში და ასეთი ბევრი მაქვს საკითხული და მე მგონია რომ არ ვიცი, ალბათ ჩემი აზრიც ესეთია, რომ ვერ იმუშავა ზუსტად აი ეს გაცოფება, ასე ვთქვათ, ტროლების მართველის გამოიწვია ზუსტად იმან, რომ ვერ გაჯობდეს. რეალურად ერთ კონტექსტში. ყველა მესიჯი გავხსენი, სპამიც, აი people you may know რო არის ეგეც, აი თუ კი რამე მესენჯერში მოსული იყო შეტყობინება, ყველა გავხსენი და წავიკითხე. ალბათ შეიძლება 1, 2 ან 3 ადამიანი ყოფილიყო მათგან რეალური, ვინც ფოტოთი შეიძლება ნახო ვინ არის, რა არის და რომელსაც დაიჯერა ეს რაღაც ბოდვა და ნუ არის ხალხი, ვინც ხა იქ აი რაღაც პროპაგანდისტულ გვერდებზე და რაღაცებზე რომლებიც აშიარებენ მას კარიკატურას ხო შექმნეს ესე მუჭით რომ მიჭირავს ეს რაღაცა ნარკოტიკით რაღაც ხო იქ არის ვიღაც ხალხი ვისაც და შენ და ჩემი ფოტო მე მგონი AI-ით გაკეთეს შპიცებით ხო ხო და არიან ვიღაცები ვისაც ჯერა მე აი ერთი წელია რა ვიცი ქუჩაში დავდივართ აქაც ვზივართ ეხა საჯარო სივრცეში და ამაზე საჯარო მე არ ვიცი როგორ შეიძლება ვიყო უბრალოდ არ მძინავს ქუჩაში ერთადერთი რომ 24 საათი ხალხთან ერთად ვარ მათ შორის უცხო ადამიანებთან არც ერთი ადამიანი არ შემხედრია ცოცხლად რომელიც კითხვას დამისვამს ამ საკითხზე უბრალოდ მაინტერესებს რა ერთი ადამიანი ნამდვილი ცოცხალი ადამიანი ვინც ეს დაიჯერა რა უბრალოდ გავესაუბრებოდი დიდი სიამოვნებით და წეღა რაც გითხარით ყველა ჩემი პაციენტი ეგეთი ჩვენ სადაც დავიწყე მოკლედ რა ექთნობიდან ჯოენის კლინიკა იქ ყავდა პრეზიდენტი კლინიკის ვინც შექმნა ერთ-ერთი თავარი ვინც იყო შემქმნელი მაგ კლინიკის ირაკლი მეტრეველი და გვასწავლიდა ესეთ რაღაცას რომ ყველა პაციენტიო ჩათვალეთო რომ ჩემი შვილი ესე გვეუბნებოდა და ეგ ძალიან მომეწონა მიდგომისთვის რა და გადმო ესე ვთქვა დავასეივე ჩემთან რომ ყველა პაციენტი არის ჩემი შვილი იმ თვითონ ბავშვზე მაგრამ რეალურად ჩვენზე მოქმედებს აი ეს ტროლების ნეგატივის ფრქვევა მე მგონია რომ არა ხო არა დიდად არა ალბათ ხა ეს რო იყოს რომ ქუჩაში ვიღაც ტიპები მოდიოდნენ მაფურთხებდნენ და შენ ბავშვებს როგორ მოიქეცი და მართლა რომ ემუშავა და ვიღაცას დაეჯერებინა ესე მასიურად ალბათ იმოქმედება და მანდაც ის არის რა იციხეში რა დასაწყისში რა ვთქვით რომ როცა ზიხარ და იცი რომ დანაშაული არ ჩაგიდენია შენ სიმართლეს ძალიან
წინავს ის სინდისი კი ეგრეა და ეს ხდება. არის რაღაც ისეთი აი რამაც მაგალითად რეპუტაციული ზიანის ნაწილში მე სულ ვამბობ რომ ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური და ინდივიდების აღქმაც ბუნებრივია შესაბამისი და მე მაგალითად ვამბობ რომ გამიმართლა თქო რა ეხლა თუნდაც შენ ანახი გაქვს ხო როგორ რეაგირებდი რაზე მეცინებოდა იქ იგივე გაშიშვლების მომენტზე მქონდა ეს ფრაზა რომ ალბათ ნაუმი კემბელი გონი ვარ თქო და ნუ აი არ ვიცი მაგრამ რეალურად ეს ინდივიდუალური აღქმების მიღმა არ ვიცი აი ბოროტება ალბათ რბილად ნათქვამი ანუ იმის თქმა მინდა რომ აი იცი რადგან აი ეს ბოლო ნაწილი მინდა დაგითქმოდა მათ შორის მიმართო ყველას და თქვა ის რაც ყველაზე მეტად არის დღეს შენი მთავარი სათქმელი მე მგონია რომ არც შენ იკადრებდი მსგავს რაღაცას არაფრის ფასად და არასდროს რაც დაუშვათ ჩვენ შემთხვევაში ჩვენზე რო ვამბობ გულისხმობ ყველას ვინც საქართველოში ვარ და ვინც ამ პროტესტში ვართ იმიტომ რომ წარმოუდგენელია იჯდე და ფიქრობდე რომ ადამიანი გაანადგურო თუნდაც ან დაუშვათ იგივე რეპუტაციულ ნაწილზე რადგან ვახსენე ჩვენ ხო არავინ არ იცის მოკლედ ვინ როგორ გადაიტანს ანუ ვიღაცის თუ შეიძლება იმდენად დამთხურნელი იყოს რომ უბრალოდ შეწყვიტოს გარემოსთან ვიღაცა სუდაც რო გაეხმარო შეიძლება ისეთი ტრამვამი იყოს რომ მე თვეები დაჭირდეს აი რა უნდა იყოს ჩვენი ადამიანების ვინც ყველაფრის მიუხედავად და ფაქტია შენ შემთხვევაში ჩემ შემთხვევაშიც და ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში რომელიც ისე ვიღიმით ისე მათ ვახსენებთ იმას რომ ჩვენ არ მოგვბაძავთ და არ აყვებით იმიტომ რომ ძირთად ხო ესეა იქიდან მოდის ეს არა ადამიანობა და ჩვენ აბსოლუტურად ადამიანურად ან გვეღიმება ან იუმორს მოვიხმობთ და ან ვაიგნორებთ ხო ამ სამიდან ერთ-ერთს ვირჩევთ ხოლმე და არც ერთ შემთხვევაში არა ადამიანური არ არის და აი რა არის რა უნდა იყოს ნორმალური ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის სათქმელი დღეს ნორმალური ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის სათქმელიც და წუხილიც უნდა იყოს ის რომ რაღაც 30 წლის გახდა ეს ქვეყანა რაღაცები გამოვიარეთ, ბევრი გამოცდილებები შევიძინეთ, კარგიც და ცუდიც. სათქმელი ერთმანეთის უნდა ქონდეს ის, რომ ერთმანეთის გჯეროდეს და იმის გჯეროდეს, რომ უკეთესი ქვეყნის აშენება შეგვიძლია. ოღონდ ისე ხდებოდა და ეხლაც ეგრეა, რომ ამ სადავეებთან, ხო, ხდებოდნენ სულ აი ეს რაღაცა საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული სტერეოტიპი, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, ხო? მე რაღაც კეთილსინდისიერ ადამიანს განიზიდავს იმისგან, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კონდეს რამე გეგმებიან იდეები, როგორ შეიძლება უკეთესი ქვეყანა შექმნას, ან რაღაც წვრილი შეიტანოს, დისტანცირდეს ამ სივრციდან და როცა ვაკუუმი იქნება, იქ რაღაცა ავსებს იმას, ხო, სიცარიელეს რაღაცა ავსებს ყველა ვარიანტში. და ავსებს მე ის ადამიანი, ეს ოპორტუნისტი ტიპები, მედროვე, ეხა როგორი მედროვეებიც არიან, ეხლა რუსი ოლიგარქის ირგვლივ, არა მარტო მან სხვა მათ შორის, რა ვიცი, შეიძლება ჩვენ ხარესაც იპოვო ხო ეგეთი ტიპებია ჯერ ზოგს თავი არ გამოუმჟღავნებია მაგრამ შეიძლება რაღაც ნიშნებს ხედავდე არასასიამოვნოს ამიტომ როცა ესეთ პროცესში ხარ შენი სიმართლის გჯერა შენი თავის გჯერა რომ ძალაუფლებაში ყოფნის შემთხვევაში არ გაფუჭდები ესე ვთქვათ სისტემის ნაწილი არ გახდები და ბოლომდე იდგები იმ პრინციპებზე რა პრინციპებზეც გაიზარდე და რა პრინციპებითაც ცხოვრობ, პირდაპირ აი თავით უნდა შევარდე. ეხლა არის ის დრო, ეს მაქვს სათქმელი, რომ ეხლა არის ის დრო, რომ ისეთი ადამიანები, ვინც გრძნობენ რამხელაცოდნა აქვთ, ვინც გრძნობენ, რომ ამ ქვეყნის უკეთეს მომავალში წვრილი შეტანა შეუძლიათ, უბრალოდ ეს რაღაც უნდა დაძლიონ, გააქრონ თავის თავიდან, რომ პოლიტიკა არის ბინძური საქმე. პოლიტიკა არ არის ბინძური ადამიანები აკეთებენ ბინძურად პოლიტიკას, თორე სუფთა ადამიანები შეიძლება ხომ მესმის, რომ თამაშია და რაღაცა კომპრომისებია და დათმობები შეიძლება მოგიწიოს და წითელი ხაზების გადაკვეთა არა, მაგრამ რაღაცა საკითხებზე უკან დახევა მოგიწიოს. მაგრამ ეს რაღაცა გაცვლა გამოსვლაა და სარგებელი უნდა აჭარბებდეს იმ რაღაც დათმობას, რაც შენ დათმე, ხო? და ეგეთ ადამიანებს ვეტყოდი, რომ რაღაცნაირად მაქსიმალურად აი ამ სივრცეს მოუახლოვდნენ, მათ შორის აი პარტიებთანაც და ახლოს დადგნენ, იმიტომ რომ ცალკე თავიდან ესე ცარიელი სივრციდან პარტიას ვერ შექმნი, ვიღაცებს გონიათ, რომ მოდი და აი შექმენი პარტია და თავიდან და ანუ შეუძლებელია, ხო? მეც მეგონა რომ რაღაც შეიძლება ენთუზიაზმით და მოხალისეობრივად რაღაცები გამოდიოდეს, მაგრამ ყველას თავის ცხოვრება აქვს, დილიდან საღამომდე რაღაც თანხა გამოსამუშავებელი სამსახური აქვს, ანუ ესე არ არის დროს, რომ აკეთყავს მათ არა მე მგონდა თანხა. დრო
როგორც რაღაც დროს რო ხარჯავ, იმას კი არ ვიძახი რომ ქვეყნისთვის დრო უნდა დაგენანოს, მაგრამ რაღაც შვილი რო ყავს, ოჯახი ყავს, შენი პროფესია ვერ გაქრები, ესე ვთქვათ, იმ სივრციდან სადაც იყავი. ან თუ გადაერთვები სხვა საქმეზე, იმ საქმეში რაღაც მინიმალური ის მაინც უნდა გქონდეს რა. ამიტომ უბრალოდ ეგ არ გამოდის და ის თქვა მინდა რომ ხალხი რომელსაც თავში გააზრად პატარაზე მაინც გაუულია რომ აი მე ვარ ხა ის ადამიანი ვისაც შემიძლია აი მომავალ წლებში ამ ქვეყნის აღშენებლობაში წვლილი შევიტანო, მინიმუმ პრინციპული ტიპი ვიყო, მინიმუმ ის კანონები, რომლებსაც პარლამენტი მიიღებს, სწორად წავიკითხო, რისკები შევაფასო და რაღაცა განხილვა იქნება საკომიტეტო თუ როგორიც არ უნდა იყოს, ისეთი კანონ პროექტი შექმნა, რომ იმან ადამიანებს სიკეთე მოუტანოს და რაღაცა უფრო მეტი მშვიდობა და უფრო მეტი სამართლიანობა მოიტანოს. ეგეთ ადამიანებს აი თუ ერთხელ მაინც გაუფიქრეთ, ეგეთ რაღაცა მიუმართავ და თხოვნით, რომ მაქსიმალურად მიუახლოვდნენ ამ პოლიტიკური აქტიურობის სივრცეს, პარტიები იქნება ეს თუ ასე შემდეგ. ხალხა თავისთავად ხა რაღაც პარტია რო არ მოგწონს, შეიძლება ვიღაცამ დემონიზაცია გაუკეთა რაღაცებს, აი ის იქ მიდი და შენი ადგილი დაიკავე და შენნაირი ბევრი რომ მივა და იმ ადგილს დაიკავებს, ხო? ის ადამიანები, ვინც შეიძლება არ მოგწონდეს, დაიწევიან, ხო? ეხლა ვეუბნები რომ გაიწიეთ თქვენ და მიეცით საშუალებას ხუებსო და სწორი პასუხია ხოლმე პოლიტიკოსებისგან, რომ კაი, გავიწიო, ხო, რა ვიცი, ამას ვაკეთებ, ხო? ეს ავირჩიე ჩემ პროფესია და მოდი დადექი ჩემ გვერდში და სადაც მივალთ 10 კაცი რო იქნება 10-დან 7 თუ შენზე იტყვის, რომ აი შენ გენდობი და წამოყვები, მე გავიწევი, ხო? ანუ ვიცი რა, მოდი შენ ჯერ გაიწიე და მე ტახტი ნაელგები და მე მოვალ, ეგრე არ ხდება. გიორგი, და ბოლო კითხვა იქნება გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად შენც, მეც რაღაცნაირად აგვეკიდა კი არა დააგვედო მხრებზე, არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა სწორად, ოღონდ აბსოლუტურად დადებით კონტექსტში, რაღაცნაირი პასუხისმგებლობა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანების მოლოდინთან, რომლებიც შენც, მეც ხვდებიან, აი რაღაცა სულ მოლოდინით ელოდებიან რაღაც იმ იმედს, რომელიც თვითონ შეიძლება ცოტა ხნით თუნდაც დაკარგეს, მოგზანდით შეიძლება ცოტა ხნით დაკარგეს, მაგრამ რაღაცნაირად სულ აი მე მქონია რომ აი თქვენი იმედი მაქვს. ხო. გიორგი ხო კარგად არის. მოიკითხე და აი ამის ფონზე ადამიანები, რომლებიც ჩვენსავით იბრძვიან, არ აქვს მნიშვნელობა ვინ საკანში, ვინ გარეთ. და რაღაცა ეს ნიჰილიზმი არის ის სიტყვა, რომელიც ხშირად მოგხვდა და მე მგონია რომ ჩვენც ქონია ბევრჯერ ეს ემოციური ეპიზოდები, გაგვიცვლია ერთმანეთისთვის აზრები, მაგრამ აი ჩვენ ხარეს მყოფ თანამებრძოლებს დასამხნევებლად რა შეიძლება უთხრათ, რაც მათაც გამოადგებათ ჩვენგან, იმიტომ რომ აი ხო ვამბობ, ბევრჯერ მომისმენია ასეთი კონტექსტი და ფრაზა, აი თქვენ ხართ ისევ ჩვენი იმედი. ხო, ეგ ძალიან თავარი რჩება? ხო, ეგ ძალიან სასიამოვნო მოსასმენია და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მაგრამ ერთი რაც არის, რომ მე ყველას ესმის, რომ ცალკე აღებული ერთი ადამიანი ვერაფერს ვერ იზავს. ერთი რაც შემიძლია ვთქვა ჩემზე, რომ არც უკან დახევას ვაპირებ არასდროს, არც ამასთან შეგუებას და რაღაცა კონფორმიზმს და კოლაბორაციას აი ამ რაღაცა არ ვიცი რა დავარქვა, მაგრამ რუსის მსახურებთან. სადაც შემეძლება ჩემ ერთი კაცის გასაკეთებასაც გავაკეთებ და თუ მეტი შემეძლება მეცაც გავაკეთებ. უბრალოდ ხო და კიდე რა მინდა რომ უთხრა ვინც უიმედობაშია, ხო? რატო იყო ხოლმე 26 მაისი იყო რომ გამოვიდეთ ბევრი რომ ერთმანეთი დავინახოთო და ადამიანებს ჰქონდათ ესეთი რაღაც რომ რა აზრი აქვს რამდენჯერ გამოვედით, გავისეენეთ, გამოვისეენეთ. ძალიან ბევრი ადამიანი მეკონტაქტება და აი იმდენი ახალგაზრდა რომელიც ისე ვიქარი აი ნოემბერ-დეკემბერში სადაც იყო და ალბათ ელოდება რაღაც მომენტს რომ ისევ ქუჩაში გამოვიდეს ან რა ვიცი ნებისმიერ სხვა ფორმით დადგეს ამ ქვეყნის სადარაჯოზე ხო ბევრნი ვართ ეს მინდა რომ უთხრა მიუხედავად იმისა რომ რუსთაველზე შეიძლება იმ 100,000 და თუნდაც 20,000 კაცს ვერ ხედავდე ყოველ დღე ყველამ ხო თავის სამეგობრო იცის, სამეგობრო იცის, ბევრნი ვართ ძალიან ეს მინდა პირველ რიგში იცოდეს რეჟიმის წარმომადგენლება და იმ რაღაც ბურჯებმა ბჭყალებში თიხის მუყაოს ბურჯებმა რომელზეც ეს რეჟიმი დგას. რომ იმდენი ვართ, რომ აი რაღაცნაირად რუსულ ვეფრო მშვიდობიანად მოეხერხებინოთ, რომ ეს ქვეყანა და ეს მართვის სადავები დათმონ და გაიწიონ. იმიტომ რომ არის კიდე ხალხის ნაწილი, რომელთანაც ასევე მისაუბრია, რომელიც ჩვენთან ერთად არ მდგარა. ცოტა როგორ გითხრა აი ტალღაზე იყვნენ რაღაც პერიოდი რომ ჩვენ ყველა ნაცები ვართ და
აი ისე რაღაცა სისხლის მსმელები თუ რაღაც ზოგს რო ის ეგონა რომ იქ რაღაცა აი ბარიგებით განან იქ და ხო ხდები ეს დემონიზაცია მიდიოდა და დიდად ჩვენს მიმართ კარგი დამოკიდებულება არ ქონდათ. უბრალოდ იმდენი დრო გავიდა და 2 წლის მანძილზე ხა რომ გირტყავენ, გიჭერენ, რა ვიცი, ყველაფერს გიშვებიან და შენ მაინც იგივეს აგრძელებ, იგივე ბრძოლაში ხარ და არ ჩერდები და უკვე ჩანს რა ვინ ხარ და რა მიზნებით მოძრაობ და ის ჩანს რომ რაღაც მომენტში ზოგ-ზოგი ერთებისგან რაღაც პორშეთი არ გამოსრიალდი და ხვდები ანუ იქ მართლა იმისთვის იბძვი რა ანუ იმას ფიქრობ, ისე იქცევი და იმას აკეთებ რასაც ლაპარაკობ, ანუ ყველაფერი ერთმანეთს შენ ლაპარაკი აზრი და ქცევა რომ ერთმანეთს ემთხვევა. მე გინდა არ გინდა ეხა ქართველები მაინც რაღაც სამართლიანობის მოყვარული ადამიანები ვართ. აი შეიძლება კომფორტი რაღაცები არ გქონდეს, მაგრამ აი სამართალი მაინც რაღაცა მოთხოვნილებაში მარტო ქართველები არა, ალბათ ზოგადად ადამიანის მოთხოვნილება. მე რაღაცნაირად შენს მიმართ უსწორდებათ ეს წარმოდგენები. ხო და აი უფრო რეჟიმის წარმომადგენლებს მინდა უთხრა რომ ისე აქ გაქცეული უკვე საქციელი და ისე ეხებიან ისეთ ხალხს ვის ჩუმად იყო ეხა ამ წუთას და რაღაცნაირად ემალებოდა ამ რაღაც წამებას და ყველაფერს ქუჩაში ხდებოდა. აი ეგენით თუ გაბრაზდებიან და ჩვენთან ერთად დადგები, ეგენი გვაკლია ეხა რეალურად დახლეთ. გაბრაზდებიან? კი, გაბრაზდებიან უეჭველი. შანსი არ არის. ლოგიკა არის, რომ აი ესეთი თავსგასული, აი, როდესაც ძალაუფლების ტკბობაში შედიხარ, აი, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას რო ისტორიას არ ახსოვს უპასუხო არ არსებობს, რომ შენ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენო რაღაც აი მოზომილ სივრცეში. ეს შეიძლება ეხლა ახერხებდე მაგას, რომ ქუჩაში ჩვენ გვხვდებით ხელში, მაგრამ აი ქუჩაში ხო ვატყობთ ღამღამობით, აი პატრულს ვატყობთ ელემენტარულად, რომელიც უფრო უმეტესად სულ იძახიან ხოლმე, რომ აი პატრული არ იყო მიშას დროს რაღაცა კარგს რო ამბობ ხოლმე, მაგრამ ეგრე იყო, ხე პატრული რო შევადაროთ 90-იანი წლების რაღაცა არ ვიცი რა დავარქვა იმ რაღაც წარმონაქმს, პოლიციას რო ეძახდნენ, პატრული იყო ნათელი წერტილი. და რაღაცა ძდილობიანად მოდიოდა ადამიანი წარმოგიდგებოდა თავის წოდებას გეტყოდა რაღაცა არ ელოდებოდი რომ რაღაცა სულად გეტყოდა პოზიტიური ემოციები გქონდა და ისიც გაცნობიერებული ქონა რომ ტელეფონზე თუ გაგაჩერა რაც გააფუჭე ხო იცოდი და პრეტენზიაც არ ქონდა და რაღაც ნორმალური ურთიერთობა ეხა მოდის ტიპი რაღაცა ეს რაღაცა ბლატნოი ტალღაზე რაღაც წონი ჩაცუცკულ მოძველ ბიჭო თუ რაღაცა ამაზე ბევრი წერს ხო ანუ ტიპები რომლებიც მოიგეთ ხმა ნუხარ ჩუმა აი რა ისეთ ადამიანებს რომ ძალაუფლება მიცეს უკონტროლო და ბოროტად გამოყენების უფლება ამათ ეხა ყველა ვარიანტში გაექცევათ იმან რა ჩუმზე ხო არ მაწერია ეხა მე რუსთაველზე ვდგავარ თუ იმაში რა ქვია ახმეტელის თეატრთან თუ სად ვდგავარ ხო და რაღაც მომენტში 1 2 3 და 4 და ზუსტად ეგეთი გაქცეული ძალაუფლების გამო იყო რომ წინა ხელისუფლებას არ აუთხრა მასიურად ხალხმა ამათაც ეგრე ეთყვის არას ოღონდ უკვე ამათმა ისე გადააჭარბეს და იმდენად ყველანაირ ზღვარს გაცდნენ რომ აი სულ ის მაქვს თავში ფიქრად რომ იქნებ ისე მოვახერხოთ ყველამ ერთად საქართველოში ქართველებმა რომ აი ეს რაღაცა ჭირი მოვიშოროთ იმგვარად რომ არავინ არ დაზიანდეს და არავინ არ დაზარალდეს მათ შორის მათ მხარესაც იმიტომ რომ იქ სამ თანამდებობაზე არ მომწონს ეგ ტიპები თორე ხა თავისთან თავის სახში თავის ოჯახში შვილთან და ცოლთან ერთად იყვნენ და იცხონენ როგორც უნდათ ისე და მათ ერთხელ ბოროტები შეეშვან ბოროტებას და ჩვენ შეგვეშვა რაღაცნაირად საშუალება შეეკვეცოთ რომ ეს ბოროტება აკეთოთ მე მაინც მგონია რომ გავალ სამშვიდობოს და გავალ ზუსტად ისე როგორც ჩვენს გიფიქრია მეც და ხშირად ვივალ ძალიან ბევრი ადამიანია კაი გაგებით თქვა ჩასაფრებული საჭირო მომენტზე და ის საჭირო მომენტი რომ დადგება ყველას მინდა უთხრა რომ იმ მომენტში მეც შენს და აი ის ბიჭები ახლა ვინც წამოგვეწევიან ცოტა ხანში ნოემბერ-დეკემბერში და გარეთ გამოვლენ 2 წელი ხდება უკვე რაც ტყვეობაში არიან ყველა ვიქნებით ისე ვიქ სადაც ვიყავით უფრო ძლიერად უფრო შეკრულად ბევრმა დავინახეთ ვინ არის ერთგული, ვინ არის გულწრფელი, ვისზე შეგიძლია ნდობა გქონდეს უპირობოდ. ბევრად შეკრულები ვართ და აი ეს მომენტი რომ დადგება, რაზეც ჩასაფრებულები ვართ, სულ ყველა ერთად. აი მაგ მომენტში დავამთავრებთ აი ამ რუსულ რეჟიმს აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო. მადლობა შენ. კიდევ ერთხელ. და არ ვიცი, იცი ჩემი პატივისცემაც, სიყვარულიც და ხო აი ეს რომ ადამიანებმა ერთმანეთი ვიპოვეთ, თუნდაც ის რომ აი არ ვიცი
მუსიკის სივრცეში, სადაც რაღაცა ხელოვნების მოყარული ხალხიც მრავლად იყო, სხვადასხვა პროფესიის უამრავი ჩვენ ესე გამარჯვებით ვიცნობდით მხოლოდ ერთმანეთს, აი რომ არა ტყვეობა, არ ვიცი როდის მოვიდოდა ეს დრო და მხოლოდ ეს არის ის, რასაც მე ის ბადის დაიკეტა, ხო, ის დაიკეტა, აღარ არის და მე ოღონდ არ ვემადლიერები ამ სისტემას. მე ვამბობ, რომ რაღაც ჩვენი გამოღვიძების ეპოქას და დროს ვარ. და თან ამ პროცესში ერთმანეთიც გავზარდეთ, ვიზრდებით ზოგადად როგორც მოქალაქეებიც და მინდა რომ იყოს ბოლო. ყოველ შემთხვევაში შენ შვილს და შენი შვილის თაობას ნამდვილად აღარ მინდა რომ აი იგივეს გავლა მოუწიოს და როგორც მე ვიდექი მახსოვს რუსული აქციების დროს და ჩემ კოლეგას ნანუკა ხაჯაიას ვეუბნებოდი რომ რაც წიგნებში უხდება წაკითხული და რაც ბავშვობიდან მახსოვდა თქო, ცხვირ წინ უყურებ და ანუ რეალობაა, რომელშიც ცხოვრობ და ჩვენი ყოველდღიურობა თქო. ამიტომ პროფესიაშიც მოკლედ ბევრ წარმატებას გისურვებ, როგორც ერთ მოქალაქეს და მინდა რომ გქონდეს წარმატებული ქვეყანა. შეგახსენებთ, ჩემი სტუმარი იყო ჩემი მეგობარი ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი გიორგი ახობაძე რეჟიმის ტყვე და ძალიან ბევრი გვაქვს საერთო და დღეს მინდოდა რომ გიორგის თვალით დანახული რეალობა, რომელშიც ცხოვრობ, დაგენახათ თქვენს. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, გამოიწერეთ პოდკასტი ნიკუშა და იყავით ყურადღებით რომ არ გამოტოვოთ არც ერთი სიახლე. მადლობა ყურადღებისთვის, შეხვედრამდე. შეხვედრამდე.